მოგესალმებით, ეთერში აღია ესეც მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. დღეს ჩვენ გაჩვენებთ როგორ იქცა საქართველოს პრივილეგირებული ჯგუფების შეფასება. სადაც მთებს, მდინარეებს და სოფლებს მომავალს ერთეულები ფლობენ. დღევანდელ გადაცემაში რაჭის დანაწევრებული მდინარეები, როგორ ჩაიგდეს ხელში რიცეულას ხეობა პარლამენტარებმა და მათმა ბიზნეს პარტნიორმა სპორტის ვარსკვლავმა. წიაღის მიტაცებლური მოპოვება რიონის ხეობაში. გადახსნილი მთები და აფეთქების გზით ამოღებული წიაღისეული, რომელიც გარემოსთან ერთად ადამიანების საცხოვრებელსაც ანადგურებს. ხუდოჰესის აჩრდილი კვლავ ცოცხალია. 12 წლის შემდეგ ქართული ოცნება ზემო სვანეთს ისევ დატბორვით ემუქრება. ფიცი არ გატყდება, ისმოდა გასულ კვირას ხაისში. საპროტესტო აქციაზე გელამ თივიშვილი იმყოფებოდა, ჩვენი სტუმრები არიან დათო ჭიფაშვილი, მწვანე ალტერნატივა, გიორგი მარგებაძე, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი და პირველ რიგში გელა, რომელსაც მე უნდა დაუსვა შეკითხვა, რა მოისმინე ამ შეხვედრაზე სვანებისგან. საღამოშტობისა ნინო, მივესალმები მაყურებელს. მოკლედ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა სვანეთში, განსაკუთრებით ხაისის თემში მიძინებული პროტესტი, რომელიც ხუდოჰეს უკავშირდება, კიდევ ერთხელ გამოაღვიძა, საკმაოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართა ხაისის თემში. მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი სკოლის მასწავლებელი, პედაგოგი, ნახე, ანუ პროფესიის და სამსახურის განურჩეულად შეიკრიბნენ იქ ადამიანები. სხვაგან ასეთ რამეს როგორც წესი ვერ ხედავთ ტოტალური შიშის და არ ვიცი სხვადასხვა ფაქტორების გამო, განსხვავებით სვანეთისგან. კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რომ მათ ფიცი აქვთ დადებული 2013 წელს ხაისის წმინდა გიორგის ეკლესიაში, როდესაც თქვეს, რომ ხუდოჰესი იმ პარამეტრებით და იმ პროექტით, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო წარმოდგენილი, არ აშენდება და შემოუთვალეს ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ ამ ფიცს სვანები არ გატეხენ. მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომ ეს პროექტი ითვალისწინებს თვითონ სოფელ ხაისის დატბორვას, წყლის ქვეშ მოქცევას, ასევე ეკლესიის დატბორვას, ხაისის სასაფლაოს დატბორვას. იცით, რომ ხაისში არის ესეთი შემსვლელი, ასე ვთქვათ, სვანეთში და აქედან გადის გზები კიდევ გვერდით სოფლებში და ხალხს მიაჩნია, რომ სვანეთის ამ სოფლის დატბორვა გარკვეულწილად ზემო სვანეთის ქვედა ზონას მოწყვეტს გარესამყაროს და კიდევ უფრო მეტად დაცლის ხალხისგან. ჩვენ იქ საკმაოდ ხანგრძლივი და ვრცელი რეპორტაჟი გადავიღეთ, რომელიც შეგვიძლია რომ ჩვენს მაყურებელს გაუზიაროთ და ვაჩვენოთ. სხვა შეგელა აქვე მინდა დავამატო, რომ 2013 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაშინ გავაკეთეთ ეს გადაცემა და აკაკი ზოიძე მაშინ ზუმაძე იყო ჩამოსული და ილია ელოშვილი მთავრობის წარმომადგენელი მაშინ სტუდიაში მოვიდა, რომ ამ ადამიანებს დალაპარაკებოდა. დღეს სტუდიაში სამწუხაროდ აღარავინ მოგივათ. აი ამაში ასაკ ზუსტად მაგას კონტროლირებად ტელეეთერებში დაბრძანდებიან და არა იქ, სადაც შეიძლება კრიტიკული კითხვა დახვდეთ. თან მოსახლეობასთან პირისპირი შეხვედრა. ახლა ნახოთ ვიდეო და შემდეგ გავაგრძელოთ დისკუსია. კი, ვარა ხუდოჰესის ძველ პროექტს. არა, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ხანია გრძელდება ჩვენი პრობლემა, რასაც ხუდონი ქვია. ლუკაზე უფრო პატარა ბავშვი ვიყავ, იქიდან მახსოვს, ამ მდგომარეობა იყო ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, რომლებიც არავის არაფერს იკითხებოდნენ, მაგრამ საბედნიეროდ შემდგომ საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა და რაღაც გარკვეული ფუნქციები ხალხსაც დაეკისრა, თორე კომუნისტების დროს არავინ არაფერს ეკითხებოდა, ისე აპირებდნენ ჩვენს გასახლებას სვანეთიდან. ნაწილი მოსახლეობისა კიდევაც გადავიდა, ნაწილი გადასულებიდან უკან დაბრუნდა, ესეც კარგად გვახსოვს. 2012 წელს, როცა ეს ხელისუფლება მოდიოდა სათავეში, მე კარგად მახსოვს, 2012 წლის 27 ივლისი იყო, პირადად მე ვკითხე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თუ როგორ წარმოუდგენია ხუდოჰესის შემდგომი ბედი და მან გარკვეულწილად ამ კაფეო დახსნა, რომ როგორ შეიძლება ჰიდროენერგეტიკის განვითარება მოსახლეობის აყრისა და გასახლების ხარჯზე. მაგის ხარჯზე როგორ შეიძლება ენერგეტიკა მივიღოთ? თქმა უნდა. ენერგეტიკა იმისთვის უნდა მივიღოთ, რომ ხალხი შეინარჩუნოს თავის საცხოვრებელი ადგილები და ლაღათი ცხოვრონ და თუ ხალხის განადგურების ხარჯზე წამოვიდა და მაცხოვრებლების და სახლების განადგურების ხარჯი, ესეთი ენერგეტიკა არაფერში შეაფჩიდება. ცოტა ხანში ეს რიტორიკა შეიცვალა და დასაშვებად მიიჩნიეს ხუდოჰესის შენებლობა. ჩვენ ქვეყანაში აუცილებლად უნდა აშენდეს ისეთი მსხვილი ჰესების პროექტი, მათ შორის როგორც არის ნესკრა ხუდონი ნამახვანი. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი, ერთ-ერთი უნიშნულოვანი პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება. დიდი ჰესები, როგორც არის ხუდონი, როგორც არის ნამახვანი, ეს აუცილებელია ამ პროექტების განხორციელება ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის.
უამრავი ჭორი გაგვირცელეს იმ პერიოდში, რომ თითქოს ჩვენ უფრო მეტი მატერიალური სარგებელი გვინდოდა და ამიტომ ეწინააღმდეგებოდით ხუდონეს, რის გამოც ჩვენ იძულებული გავხდით და ჩვენი წინაპრების გავლილი გზა გამოვიყენეთ, ის გამოცდილება, რასაც ხატზე დაფიცება ქვია, 2013 წლის 8 მაისს დავიფიცეთ ხაიშელების უმეტესობამ, რომ არ დაუშვებთ ხუდონის აშენებას იმ ადგილას და იმ პარამეტრებით, რაც კომუნისტების დროს იყო დაგეგმილი. ბევრ სასაცილოდ ვერ იყო და ალბათ ახლა ბევრს ქირქილებს იმაზე, რომ რა დროს ხატი და ჯვარია 21 საუკუნეში, მაგრამ ასეთ ადამიანებს შევახსენებთ იმას, რომ როდესაც ქვეყნის უმაღლესი პირი მოდის ხელისუფლებაში, ბიბლიაზე იფიცებს ხალხის ქვეყნისა და მისი მომავლის ერთგულებაზე. ასევე ხდება სასამართლოში ბიბლიაზე დაფიცება, ასე რომ ბიბლია და ხატი ეს არ არის მივიწყებული და მიკარგებული ცნება, ეს არის აბსოლუტურად მისაღები ძალიან ბევრი ქრისტიანული ქვეყნისათვის, მათ შორის რა თქმა უნდა უპირველესად ჩვენთვისაც. არ შეიძლება განვითარების სახელით გავანადგუროთ ის, რაც ჩვენი წინაპრებისაგან გვერგო და რაც მომავალ თაობას უნდა გადავცეთ. კატასტროფის წინაშე ვდგევართ, კატასტროფის. ახლა ზიანი მოახსამგეს სოფლისთვის, სვანეთისთვის, ეს არის ყველაზე მთავარი. პირველი ის დამანგრეველია მთლიანად ზემო სვანეთისათვის. ეკოლოგიური თვალსაზრისით. მეორე, გააქნობს ხაიშის თემს, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის რუკაზეა დაფიქსირებული როგორც დასახლებული პუნქტი და ეს დაამტკიცეს თავის დროზე მათ განსვენებულმა ცხონელმა შოთა ჩართულმა არქეოლოგიური გათხრებით და სულ ახლახან პროფესორმა ზვიატკვიციანმა, როდესაც წარმართული პერიოდის, ანტიკური პერიოდის სარიტუალო დარბაზის ნაშთები აღმოჩნდა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. უზარმაზარი ზიანი მიადგება ზემო სვანეთის დემოგრაფიას, რომლის მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზების გამო ლამის განახევრებულია. 1979 წლის აღწერით ზემო სვანეთის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 25,000 ადამიანს და ამჟამად არის 11,000, ანუ 60%-ზე ნაკლები. ხუდონის აშენების იმ პარამეტრებით აშენების შემთხვევაში დაახლოებით 1000 კაცი უნდა აიყაროს აქედან და უნდა გადასახლდეს სადღაც სხვა ადგილას. და ეს არის ამჟამინდელი მოსახლეობის თითქმის 10%. წყალქვეშ მოექცევა მე-11 საუკუნეების ტაძარი, რომელიც როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, ჩვენ შრომობდით და აღვადგინეთ ეს ტაძარი, ამჟამად მოქმედია ეს ტაძარი, ასევე მოქმედებს მონასტერი ტაძართან ერთად. ეს ყველაფერი მოექცევა წყალქვეშ და წინა ხელისუფლების დროს იყო მოსაზრება, რომ აგურ ავიღებთ ყველა ქვას მოხსნით ტაძრიდან და გადავიდანთ იგივე ეკლესიას აგიშენებთ სხვაგანო, მაგრამ აქვე შევახსენებთ, რომ ნაკურთხი არის არა ქვები მხოლოდ, არამედ ის ადგილი, სადაც ეკლესია ეკურთხა, რომ აშენებულიყო. პლუს კიდევ ყველაზე მტკივნეული თემა და არანაკლებ სხვების, ეს არის სასაფლაოების თემა. დაახლოებით 1000 ადამიანი განისვენებს ხაიშის ძირითად სასაფლაოზე ტაძართან ახლოს და გარდა ამისა პერიფერიულ სოფლებში და ხა წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი, რომ უნდა ამოვთხაროთ ჩვენი წინაპრების საძვალეები და შევაწუხოთ და უნდა გადავასაფლავოთ სხვაგან. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავუშვებთ, ვერანაირად. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ სულთად სამართლიან საქმეში და ღმერთი წაგვიძღვება წინ გამარჯვებისაკენ. კაბტონზე რატომ მოაწერეთ თქვენ ამ პეტიციას? რატომ მოაწერეთ? არ მინდა გესი, იმიტომ მოაწერეთ. მე ეს გესი, მე კი არა, არავის არ უნდა ეს გესი, გამანადგურებელი გესი. იქიდან ეკლესია ნადგურდება, იქიდან ამდენი მკვდარი. რას უსამენ მაგად? მე ჩემი შვილის ხელის შეხების უფლებას არავის არ მივცემ. იმას არ ჩავაყოლები მწყალში და ჩემ თავსაც მოვიკლავ, მაგრამ ვიღაცას მაინც მოვიკლავ. მორჩა და გათავდა. ამას ფიცავარ, ამას მიუწევ ვიღაცას. ჩემი შვილი ამაზე ბრძოლობდა, არ უნდა ამის აშენება მაგაზე ბრძოლობდა. ხალხი აქაც გაწყდება და თვითონაც გაწყდებიან. სიცოცხლეს არ დაზოგავს არავინ. ერთადერთი შვილი მყავდა და მომიკვდა ის. მე ახლა იმის ამოყვანას, წაყვანას, რომ პირდებიან არ მინდა მის. გესი არ გვინდა, არავის არ უნდა გესი. ამ ხელა ძლიერი ეკლესიის გამანადგურებელი გესი. ხაიშის მაღლივი კაშხალი ჯერ მიპარვით და მტრული
მიდგომით არის დაწყებული ეს ხაიშის ჭიშკართან უნდა აშენდეს ხუდონი და ქვია იმ სოფლის სახელი, რომელიც უკვე ჩაძირულია ემგურგესის წყალსაცავის ქვეშ. აქედან რაღაც მზაკრული და მტრული მზადდებოდა ხაიშისათვის და ხაიშისათვის ეს რომ განხორციელდება არა მარტო სვანეთის, არა მარტო საქართველოსი მსოფლიო მნიშვნელობის წერტილის საძირვას ექნება საფრთხე. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ ამაზე ჩვენ. მეც ასე და ჩვენ აი ესენი ყველა. ეს არის გამორიცხული, რომ დავაკვდე და ბოლო წუთამდე აი მომკლან ჯობია ეს, მომკლან ჯობია რომ მე აქედან გადასახლება დამემუქრეს. ჩემი საკუთარი ეს გამორიცხულია. თუ მოვკლავენ და მოვკლავენ. მინდა ჩემ საკუთრებაში რო ვიყო, ეკლესია უნდა დავიცვათ, სასაფლაოები და ჩვენი ტერიტორია და ჩვენი სახლები. ეკლესიას და თავის ჯიბების გულისა ჩვენ უნდა ჩავიძიროთ. არავითარ შემთხვევაში ესე კი არა, ყველა ქართველები ხო ვარ და ვხედავთ დღევანდელ ცხოვრებას. აი იმ ხალხს მიხედონ, რომ აი ბუნკერებში იქექებიან ბავშვები, ავადმყოფი ბავშვები და საცოდაობა რო ტრიალებს, აი იმას მიხედონ. იმას მიხედონ. დაგვანებონ თავი, ვართ მშვენივრად და დაგვანებონ თავი. აი სკოლაც ხომ არ გაქვთ ნორმალური? რატომ? იმიტომ არაკეთებენ, რომ აი ამ გესს მოიაზრებენ. რამდენი წელია რაც სკოლა? ძალიან ბევრი, სკოლას ბევრი ხანია პრობლემა აქვს და სკოლა გჭირდება და ცხოვრებაც გჭირდება. ჩვენით ვითარდებით აქ, ჩვენით ვწალობთ, ჩვენით ვცდილობთ ცხოვრება გავიმჯობესოთ და გავიგრძელოთ. რა ალტერნატივას ხედავთ აბა? განვითარება არ არის არაფერი. სკოლა ვერ იფორმებს, სტატუსი არ აქვს, რემონტს ვერ აკეთებენ და ასე შემდეგ. მოიაზრებენ გესს, იმიტომ რომ აი ამ დიდ გიგანტურ გესს და მოიაზრებენ ამას, იმიტომ რომ ამიტომ არ ვითარდება ეს ყველაფერი. გავიგე. ხუდონ გესი მოკლედ რომ გითხრათ ბორალს ხაიშის ტერიტორიას მიწაწყალს მოსახლეობას სასაფლაოებს ეკლესიას რომელიც მოქმედებაშია მოსახლეობა რომ დაიტბოროს აქ ხაიშის სასოფლო საბჭოს მოსახლეობა რომ დაიტბოროს 702 მეტროა მისი სიმაღლე სადაც ჩემი სახლი დგას იქ ისიც იფარება გამომდინარე აქედან საძირკველი რომ გამოთხარო სახლს საძირკველი რო გამოთხარა სახლი ყანყავს ხო დაიწყებ იმ სახლში მცხოვრები ხო იტყვის აქ რა მინდა კაცო მე სხვაგან უნდა გადავიდე უსაფრთხო ადგილად სვანეთის კარიბჭეა ხაიში შემოსასვლელი გამსვლელისთვის შემომსვლელისთვის და აი ეს ცენტრი აი აქ გადიხარ ამ ცენტრს რო დაატბორებ ჭუბერი ნაკრა ასე გვერდებზე როა სოფლები შეფარებული იძულებული გახდება მოსახლეობა რომ მე აქ რა მინდა იმ ცენტრალურ გზამდე რო ჩამოვიდე ამას რო უნდა მას მოყვება ზამთრის პირობები და ახალი თაობა გაიქცევიან 11000 თუ არის დღეს იცის არ არის ამისთან გაყვანის შედეგად ისიც არ არის 19000 იყო დღეს 11 რო ამბობთ ისიც არ არის სვანეთი დაცარიელდება ამიტომ არ გვიდახუდო გესი იმ წლიდან დღემდე სულ იძახიან 55 წელია ხო გადასახლება ბევრმა სახლი ვერ აიშენა გადაწყვეტილება მაინც ამყრიან სადამშელოა ეს ხალხი კომუნისტურ პერიოდში ადამიანის ფასი იყო 34 კაპეკი დღეს ფასი არ აქვს ადამიანს რატომ მკითხე კომუნისტურ პერიოდში 34 კაპეკი იყო ტელეგრამას ფასი რომ მაკვდა ეს კაცი და დღევანდელი შეფასება რა არის გვერევით აგვერიეთ მას დაგმარხეთ ცოცხლად რა შეხედეთ რა ხდება ხო უყურებთ კაც ადამიანი ადამიანად არ მიაჩნია ეს არის ჰუმანიზმი ესაა ერის სიყვარული ესაა შენი სახელმწიფო ხალხის სიყვარული არ არის ბიჭო თავდასისუნარი ინსტინქტი თავდხეც გააჩნია და ადამიანსაც გააჩნია ადამიანსაც კი არა ადამიანს გააჩნია მაშინ იტყვის კაცი მერევი მაშინ ძალაა საჭირო ძალიან შეიცვალა კლიმატი მთელ სვანეთში. როდესაც ეს დატბორება მოხდა, ზედაპირზე სარკისებული ზედაპირი წამოვიდა და მუდმივად ქარი არის სვანეთში უკვე. ჯერ ერთია ზიანი, მერე სინესტე მოვიდა, ნესტიანი, ესე იგი ყველა ფერმა იცვალა ფერი. ხეხილი როა ხეხილი, ხო?
სიმსხოში მოიკლა, ჭია გაჩნდა და ნუ სინესტემ რაც იცის ყველაფერი ზიანი მოაყარა, ხავსი მოედო ყველაფერს რა. აი ნაყოფი გადაგვარდა, გინდა ნიგოზი, გინდა მსხალი, გინდა ვაშლი და ყველაფერი გადაგვარდა. აი ეს ზიანი მოიტანა ენგურგესის დატბორებამ სვანეთში. მეორე და ეს წარმოუდგენელი არის ახლა ეს ხულდონგეში აშენდეს და აი ეს ტერიტორია, აი აქ სკოლა არის და სკოლის მეორე სართულის ფანჯრებამდე იფარება და ეს უძველესი ისტორიული დასახლება წყალქვეშ ექცევა. ეს მარტო ხაიშის პრობლემა არ არის. ხაიშის არის პირველში უდიდესი პრობლემა და შემდეგ შემოგარენი სოფლებისთვის, მთლიანად რაიონისთვის არის დამოკლეს מחვილივით ეს გესის აშენება. ეს ფარულად არ უნდა დაწყებულიყო ეს მშენებლობა. დაწყებულია თურმე, დაწყებულია. უკვე დაწყებულია გვირაბებში შევიდნენ ხიდი გაარემონტეს, რაღაცა შენობები, ბეტონის სამუშაოები მიდის და აი საწყისი ეტაპი უკვე დაწყებული არის. ეს არ უნდა მომხდარიყო მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე. ნამდვილად არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას ასეთი რაღაცა რა. ეს ხიდი არის სოფლებს ხაიშსა და იდლიან შორის და არის იმდროინდელი, როდესაც საბჭოთა კავშირის პერიოდში ხუდონჰეს აშენებდნენ. ეს ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს, მოდის სწორედ იმ გვირაბთან, სადაც ტურბინები უნდა დაეყენებინათ, აქ უნდა მომხდარიყო ელექტროენერგიის გამომუშავება. თქვენ რომელ კომპანიას წარმოადგენთ? მე ვარ გელამ თბილისშვილი ჟურნალისტი. სააქციო საზოგადოება საკრუსემელი. რას აკეთებთ აქ? აი ჩვენი ხაზია 500-იანი, კავკასიონი. რუსეთში რომ გადადის? ხო, მაგის ფლობელები ვართ ჩვენ. და ჩვენ ეხლა ეს ხაზი, ეს ქვესადგური შეშენდება. ახალი ქვესადგური. ხა რომ არის? აი ეს ხაზი უნდა შევიდეს მაგ ქვესადგურში 500-იანი. ამ ახალი ქვესადგურის მშენებლობის საჭიროება რატომ გაჩნდა? რატო გაჩნდა და 100-იანი ხაზი ხო გადის? დიახ. კიდე უნდა აშენდეს 100-იანი ხაზი. რისთვის? აი გესებიდან ხო უნდა წამოიღონ რაღაცა ელექტროენერგია და ამ ქვესადგურში მოვა. მცირე ზომის ელექტროსადგურებს 100 კილოვოლტი. შემგრები ფუნქცია ექნება. და რაც ახლა აშენებულია და ექსპლუატაციაშია შესული. მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურები. მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არ მიდის, აბა ეხლა არ მიეწოდება სახელმწიფო ელექტროსისტემას. კიდე რა ვიცი მე ხა მე არ უკავშირდება ხუდონჰეს. იმედი გქონდა ეხლა რომ всё ეს თემა დახურული იქნებოდა. ისევ წამოტივტივდა და ისევ ჩვენ გადასახლებაზე და რეგიონის ჩაძირვაზე არის საქმე, რომელიც ალბათ, რა ვიცი, არ მოხდება არასდროს. სანაცვლოდ ის ენერგია, რომელიც შეიძლება მოვიდეს, არ არის იმის რასაც ვკარგავთ. რას ვკარგავთ? იგივე სალოცავს, იგივე საფლავს, იგივე სახლს, იგივე მამაპაპისეულ ყველაფერს ვკარგავთ. და ვჩებით ელემენტარულად მთაში ნამიან ბალახსის სიარული მენატრება საერთოდ არ არსებობს. და იმიტომ არ არსებობს, რომ აი ამდენი ღელე და მდინარე მიწისქვეშ წავიდა, დაიკარგა ფაქტიურად. და რაც იყო მილებშია ალბათ, ხო, დამწყდები? ესე არის ახლა 5 და 6 კილომეტრით მდინარე რო დაიკარგება ის, რა თქმა უნდა, რაღაცას გამოიწვევს. მით უმეტეს ძალიან თავქვეშ ციცაბოში ფაქტიურად მდინარე ფერს ვერ გაარკვევდი, კაფი მოდიოდა. იქ აორთქლებაც მეტი იყო და შესაბამისად ის ნამი, რომელსაც მე ვნატრულობ, მოსავალზეც იმოქმედა, გარემოზეც იმოქმედა, ადამიანზეც იმოქმედა და ყველაფერზე. არაფერი გაცვლის მეტი ამ გესებს არაფერი. აბსოლუტურად არანაირი. შუქი ჩაქრება, ქრება ყველგან. ძალიან საერთოდ მე ვარ ახლა 82 9 ჰესი არის ახლა ჩემს აი დაახლოებით 15 კილომეტრის რადიუსში აშენებული 9 მცირე ჰესი. 8-დან 9 მეგავატის ინდლავრისა. არაფერი შეღავათი გარდა იმისა, რომ აი მას ვკარგავ, რაც მქონდა. ამ გესებით არაფერ ხელს აქ მაცხოვრებელი ვერ ნახავს. გარდა იმისა, რომ დავკარგავთ როგორც აღნიშნაგერ
ჩვენი წინაპრების სასაფლოები გინდა, ეკლესიები გინდა, რა ვიცი, ყველაფერი იკარგება. შუქი რომ გაქვთ უფასოდ ხშირად ახლა რა თქმა თუ מחარ გადავიხდი თბილისში ხდიან და მეს გადავიხდიან. ანდა რას მოვიზე თვითონ ამბობენ და მე გეტყვი ახლა რას ამბობენ. გაითიშება იმის გამო მაგ არა შუქი უფასო. უფასო გაქვთ კაცო და გაითიშება ბორო. აბასო ესე იგი იმის მაგვირავთ რომ ბოდიში ანუ ის ბოდიში რა ბოდიში ფეხებზე კიდია აი იქ ნენსკრაგესი რო შენდება თუ შენდებოდა შენდებოდა მაგრამ ახლა ტელევიზორში მე არ მომისმენია მაგრამ კარგი კითხვა არის თუ შენება არის პლანიანთია რატო არა შენება უთქვიათ ახლა როგორ იცი იქ იყო სპონსორია რა იმან ვარი თქვა ქვევით ვერ ნახან საძირკველი მოიყვანეს თურქები რომლებიც აჭარაში აშენებდნენ გესს და თარჯიმნები ხო ყავდა ხო და ის თურქი ამბობს და ესეულდება შენოგაც აჭარაში რო აშენე და რო გაარღვიაო და მე რაღაც ერთი სოფელი წეომეთი ხო რა წარმოგიდგენია შენამდენად ფეხებზე კიდია ჩვენი წაგვიღებენ თუ დაიხშობით თუ მოუკვდებით ფეხებზე ანალოგია გელა როგორც დავაკვირდით ამბავს მაინც საპროტესტო აქციის ფორმა ირჩიეს ადგილობრივმა მოსახლეებმა ვიდრე ვთქვათ სამართლებრივი ბრძოლა როგორ გამოხატეს ეს შენთან რითი დაასაბუთეს რომ ეს ფორმა ვთქვათ ბრძოლის ამ შემთხვევაში უფრო გაამართლებს თავის გამოსვლის შესავალში ზურა ნიჟერაძემ აღნიშნა რომ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია როგორც გითხარით სიუჟეტის ნახვამდე ზედიზედ რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში და ეს რეპორტაჟიც ვნახეთ ჩვენ ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები, ქართული ოცნების მთავრობის მეთაური, ეკონომიკის მინისტრი, ქალაქის მერი და სხვები ასე ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. და ბუნებრივია ამან ხო არა მხოლოდ კი ხუდონჰესი ახსენებენ ასევე ნენსკრას და ნამახვანს განსაკუთრებით. კი და მოკლედ ამან ეს პროტესტი გამოიწვია უკვე ხაისში. მე ვხედავ რომ იქ არის წინააღმდეგობა სრულიად საფუძვლიანი ის ასევე საფუძვლიანი შიშები რომელიც უკავშირდება თვითონ თემის ეკლესიის და სასაფლაოს დატბორვას და წყალში ჩაძირვას და საკუთარი სახლების დათმობას რაც არ არის. მოკლედ სვანები ამბობენ რომ ამას არ დაუშვებენ. მინდა ვთქვა რომ ხაიში ზემოსვანეთის ქვედა ზონის სოფლებში ყველაზე ხალხმრავალი სოფელია, ბევრი ოჯახია ჯერ კიდევ შემორჩენილი. იქ სამწუხაროდ მთის და განსაკუთრებით სვანეთის სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ამიტომ ამ წინააღმდეგობას აქვს ასე ვთქვათ ხო მოცულობა, მოდი ასე ვთქვათ, ეს არ არის 2-3 კაცთან დაკავშირებული, განსხვავებით რაჭისგან სადაც ასევე ძალიან ბევრი ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, როგორც მცირე, ასევე საშუალო და მათ შორის დიდი ზომის ჰესებისაც, მაგრამ იქ იმის გამო, რომ რაჭა ერთ-ერთი ის რეგიონია საქართველოს მაღალმთიანეთში, რომელიც ყველაზე მეტადაა დაცლილი მოსახლეობისგან, არც პროტესტია სადმე და არც წინააღმდეგობა. იმის თქმა მინდა, რომ როგორც ჩვენ მოვიძიეთ დოკუმენტურად, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების მთავრობას პრემიერ ღარიბაშვილის პერიოდის განკარგულებები დღემდე აქვს დახურული და გასაიდუმლოებული ჩვენ უშუალოდ მთის ამბებს ამაზე სასამართლოშიც კი გვაქვს დავა უკვე მოქმედი მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციასთან რომ გახსნას წინამორბედის მიერ დახურული განკარგულებები და გადმოგვცენ როგორც საჯარო ინფორმაცია და რეალურად არის ის საჯარო ინფორმაცია მოკლედ ამ პერიოდის განკარგულებები არ ვიცით თუ არ ჩავთვლით რომ სხვა დაკავშირებული დოკუმენტებიდან მოვიძიეთ საბოლოო ჯამში დავითვალეთ რომ მხოლოდ ერთ რეგიონში რაჭაში რომელიც მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტს მოიცავს ონს და ამბროლაუს დაგეგმილია აი ამ სამთავრობო ხელშეკრულებებით რომლითაც ხდება პროექტის მოწონება და გარანტირებული შესყიდვის პირობების ჩადება არის დაგეგმილი 38 ჰესის უკაცრავად 31 ჰესის მშენებლობა. ანუ 7 ჰესი რაჭის რეგიონში უკვე ფუნქციონირებს და 31 ახალი ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. რამდენიმე მათ შორის ისეთი ხეობაა, როგორც არის რიცეულას ხეობა, ასევე საკაოს ხეობა, რომ
ერთ მდინარეზე 4-5 ჰესის მშენებლობა იგეგმება და გამოდის რომ აი ამ სადერივაციო მილსადენებში უნდა მოაქციონ მდინარე არა 2-3-4 კილომეტრზე, არამედ ბევრად გრძელ მანძილზე. ფაქტობრივად აი რომ რაც ვნახეთ დოკუმენტურად, მთელი ეს მდინარე საკაურა და საკაოს ხეობა მთელ სიგრძეზე არის მოქცეული ამ პროექტების მიხედვით, რაც უკვე იძებნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი ან სკოპინგის დოკუმენტები, მთლიანად ექცევა ეს მდინარეები ბევრ კილომეტრზე, 10-ზე მეტ კილომეტრ მანძილზე მილსადენებში. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მინდა რომ აღვნიშნო და გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. ჩვენ მოვიძიეთ სქემა, რომელიც ააშკარავებს, რომ რაჭის რეგიონის ეს არ ხდება მხოლოდ რაჭაში, მაგრამ განსაკუთრებით რაჭაში რეგიონის ბუნებრივი რესურსებს მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ან მათთან დაკავშირებული გავლენიანი ფიგურები ინაწილებენ. რაჭამ ჩვენი ყურადღება ახლა კიდევ ერთხელ მიიქცია, იცით თქვენ რომ რამდენიმე დღის წინ გახმოვანდა ზაზაფაჩულიას ჰესი ამ ხეობაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩვენ ნახავთ შემდგომ რეპორტაჟს, 2 ჰესი უკვე არსებობს, მესამე არის ფაჩულიას ჰესი უნდა აშენდეს და კიდევ მეოთხე ჰესი ემატება იქვე სადმელი 2 ჰესი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატს გოჩა ენუქიძეს ეკუთვნის ეს პროექტი. ანუ ამ ხეობაში 4 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი და ყურადღება დიახ, მდინარე რიცეულეს ხეობაში. და აქაც მინდა ყურადღება მივაქციო, თუ ჩვენ ნახავთ 2000 ბოლო მაგალითად ბოლო წლის ენერგობალანს, 2025 წლის ენერგობალანს უკვე არსებულ ჰესებს, რიცეულა ჰეს და რაჭა ჰეს, რომელიც ეკუთვნის პარლამენტის ყოფილი წევრს დავით ბეჟუაშვილს ასევე. ეს ორივე ჰესიც ამ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის საკუთრებაშია. ფაქტობრივად ზამთრის თვეებში გამომუშავება არ აქვს. საერთოდ ან ძალიან ცოტას გამოიმუშავებს უმნიშვნელოს დეკემბერში, იანვარში და თებერვალში. მათ შორის მარტშიც, როცა ქვეყანას და ადამიანებს საზოგადოებას მომხმარებლებს ყველაზე მეტად გვიჭირს ელექტროენერგია და გარკვეულწილად იმპორტზე ხდებით მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც დამოკიდებულები. და ისევ ამ ხეობაში, სადაც ზამთრის თვეებში და ასევე ზაფხულის თვეებში კოჭებამდე წყალი რჩება მდინარეში. ახლა კი მოჩქებს ეს მდინარე, იმიტომ რომ თოვლის დნობის პერიოდია, მაგრამ ზაფხულში ფაქტობრივად კოჭებამდეა წყალი და უკვე მაინც 4 ჰესის მშენებლობას გეგმავენ და ძალიან მოკლედ მინდა რომ ბევრი დრო არ წავიღო, ასევე ესე იგი არჩილ გაჩეჩილაძე, ეს გახლავთ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, რომელიც 2 ჰესის მშენებლობით არის დაინტერესებული ასევე რაჭაში, საკაოს ხეობაში, რასაც ვამბობდი და კიდევ რიონზე და წინა გამოძიებაში, რომელიც ნახა ჩვენმა მაყურებელმა, საუბრობდით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭეკაიძე და მისივე სეხნია ასევე ალექსანდრე ჭეკაიძე, რომელიც გახლავთ რუსეთის კრასნოდარის ოლქის ცირკის დირექტორი ალექსანდრ მამუკოვიჩ ჭიკაიძე, ერთად აკეთებენ ჭიდოლაჰეს, ასევე საკაოს ხეობაში, სოფელ ხიდეშლების ზემოთ. კიდევ ისევ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს ეკუთვნით მაჟიეთი ჰესი, ამავე ხეობაში, მამაშვილი ბიჭაშვილების პროექტია, ერთი ყოფილი დეპუტატია პარლამენტის, მეორე გახლავთ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის ყოფილი დირექტორი, ჭიორა რომელიც რამდენიმე ერთ წელიწადზე მეტია, რაც უკვე ექსპლუატაციაშია ოფიციალურად შესული და ასევე ეკუთვნის სპეციალური დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროს სულხან პაპაშვილს და გივი გიგინეიშვილს, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი გიგინეიშვილის ძმა, მოკლედ აი ეს და სონღულაშვილები თვითონ ეხლა ქართული ოცნების გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ვინც არის დავით სონღულაშვილი, მისი ოჯახის წევრები, ძმა და მამა აშენებენ რაჭის მეზობლად ქვემოსვანეთში მელეჰეს, ლუჯიჰეს, ცხენისწყალი 1, ცხენისწყალი 2, ცხენისწყალი 3 ჰეს, მხოლოდ ამ ცხენისწყლის 3 ჰესისთვის 15 კილომეტრიან გვირაბში აქცევენ მდინარეს. და ასე შემდეგ, ანუ მთელი ეს ჰესები არის დაკავშირებული ყოფილი და მაღალი თანამდებობის პირებთან. კიდევ ერთ სიტყვი, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმა, ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირი, მათი ნათესავი, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმა, კოკა კოკოლაშვილი 32 ჰესს აშენებს, 32 ჰესის მშენებლობაზე აქვს მიღებული სამთავრობო კონტრაქტი. ანუ რომ იცოდნენ ადამიანებმა, ვის უკავშირდება ახალი ჰესების მასობრივი მშენებლობა. რაც ეხება რაჭას, ცოტა მოგვიანებით ვნახავთ, კი, სიუჟეტს მანამდე მინდა რომ ის ხუდო ჰესის თემა ამოვწორო, იმიტომ რომ 2013 წლიდან გიორგი ეს ადამიანები არიან
ხუდონ ჰესის წინააღმდეგ. აი ამ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. არა, თუმცა ერთი რაღაც აუცილებლად მინდა კითხოთ, რატომ თქვენ როგორ ფიქრობთ, არის სწორად წარმართული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რატომ არის აი ესეთი განგრძობითი სადღაც უკვე 13 წელი გამოდის ამ ადამიანებთან ურთიერთობის, როცა ვერაფრით ვერ შეძლო სახელმწიფომ გაეგებინებინა ამ ადამიანებისთვის ის რაც ჩაწერა ბოლოს თავის დიდი იმედი მაქვს რომ მომავალში გააგებინებენ. ნუ რაც შეეხება ხა თუ ხუდონ ხეზე ვლაპარაკობთ და ამ სიუჟეტს ამ სიუჟეტის გაგზავნება არის. ხო ეს ჩვენი საუბარი ცოტა ის დამაკდა რა ქვია ერთი შინდლერის მელოდიაც უნდოდა მე კარგი ისეთი უფრო მძაფრი ყოფილიყო ეს ყველაფერი. მე ცოტა მსგავს სიუჟეტებთან დაკავშირებით ცოტა ნდობა დაკარგული მაქვს და რატომ ამას გეტყვით 20 არა მოგიყვებით კამერა იქით გადა ის ადამიანები არა მოგიყვებით გეტყვით ხა სიუჟეტები ჟურნალისტები დანდებით იცით ხა როგორ კეთდება ზოგადად რა არის მე პირადად მოგიყვებით ერთი ისტორიას აჭარაში არა ნუ ესე თუ გამაჩერებთ ხა ნუ ეხა საათ ნახევარი ლაპარაკობთ ხა თუ გამაჩერებთ სამი ჩამას მევიდეთ მე შეიძლება საერთოდ აღარ ამოიღო გადასმაში ერთი რაღაცა ჟურნალისტების უბრალოდ არ მინდა რომ ჟურნალისტებს ესეთი წარმოდგენა არ თქვენ კონდეთ არა დამამთავრებელად მოგიყვებით მხოლოდ იმას ვიღებთ რაც არის ჩვენ არ ვიგონებთ ჩვენ არ ვდგამთ ამას ჩვენი ადამიანებს იქ არ ვიწევთ სპეციალურად სამწიცებელი არც პატიცემული კორესპონდენტთან და არც არავის მე ხო ხელს არ გიშლი მე აღარ ვერები ის შეიძლება დამამთავრებელი არა როდესაც უბრალოდ ამბობთ რომ მომიყვანეთ არ ვიცი სამი ხართ მეოთხე სიუჟეტი არის და მარტო ვარ და მაპასუხეთ ამ მომეცი საშუალება რა გითხრათ კი გავიგეთ მომიყვანეთ გასვლით მატჩი მათამაშებთ სამი ხართ და კიდე მეოთხე სიუჟეტი იყო და ახლა აუცილებლად გითხრათ ყველაზე მნიშვნელოვანი იტყვით ოღონდ ახლა ჯერ მე ვიტყვი ერთი წამი ახლა ვიტყვი შენ ილაპარაკე და ეხლა მე მალაპარაკე გიშლით ხელს გიშლით ვერ გადა ხელს გიშლიდი არ მინდა გიშლიდი ხელს ერთი წამი ხელს გიშლიდი არა თქვენ არ მოგიყვანეთ ჩვენ ამ გადაცემას როცა გეგმავდით რომ იცოდეთ თქვენთან ერთად მეც ამ გადაცემის ნაწილი ვარ დიახ მე მე არ დამიგეგმია ჩვენ გადაცემას როცა გეგმავდით თქვენთან ერთად ნინო ზაუტაშვილი და ამ გადაცემის პროდიუსერი თქვენ გადაცემაში ვართ ანუ ესაუბრნენ მეც ამ გადაცემის გადაცემაში ვარ ჩემი გადაცემა მეც ამ გადაცემის ნაწილი ვარ თუ დამასრულებელი არ გინდათ ეს გეტყვით ახლა ჯერ ნახეთ თქვენს გარდა აქ გადაცემაში მოიწვიეს არაერთი პირი თქვენთან დაკავშირებული ასოციაციებიდან იმ კომპანიებიდან და ორგანიზაციებიდან რომლებიც ჰესების მშენებლობას მხარს უჭერენ გამოდიან მთელი რიგი მოწადობებით და მათ შორის არიან პროპაგანდისტური საქმეების ჩართული არც ერთი მათგანი ამ სტუდიაში და ამ გადაცემაში არ მოვიდა იყო თუ არა ეს ხო და მე ხომ მოვედი თქვენ მობრძანდით ხო და მაცადე რატო უყურებ ასე ვთქვათ ეჭვის თვალით ყოველთვის ესეთ სიუჟეტებს მე პირადად 20-21 წელი იყო როდესაც აჭარაში გოგინაური ჰესის მშენებლობა უნდა დაგვეწყო მშენებლობის ნებართვა ავიღეთ და როდესაც აი ნებართვა გაიცა რამოდენიმე ხანში 2-3 დღეში მირეკავს ჟურნალისტი და მეუნება აი გელასავი ჟურნალისტი მირეკავს ოღონდ აჭარიდან და მეუნება რომ ჩამობრძანდითო 2 საათშიო თბილისიდან ესე იგი უნდა ჩავსულიყავი აჭარაში 2 საათში წვანეები არიან ჩამოსულები ამ შემთხვევაში თქვენზე ავსაუბრობ ბატონო დავით ჩამოსულები არიანო და გადაცემა კეთდებაო და თქვენს გარეშე ხო არ ჩავწერთო და 2 საათში აქ ეყავით მე ერთი ხო არა ვარ თბილისიდან 2 საათში ჩამოვიდე მაშინო დღესოს აღამოსო პირდაპირ ეთერშიო გავაო სიუჟეტი და თქვენს ჩაერთეთო მოვიდა საღამო უყურებ ესე იგი ჯერ სიუჟეტი ახლა როგორც გავუშვი თქვენ სიუჟეტი აი ესე ვზივარ ტელეფონით ვარ ჩართული სიუჟეტი გადის და ვხედავ რომ რაღაცა ხალხი ესე იგი გამოყავთ დაიტყორება რაღაცა ხალხი მოედება აქ უნდა მოვიდნენ დაანგრიონ და ხალხი საუბრობს რომ საერთოდ ვერ ვცნობ სახეზე ეხლა მე 14 მიმდინარე პროექტი მაქვს სადაც არსად არასდროს პროტესტი არ მქონია იმიტომ რომ ძალიან ახლდა ასე ვთქვათ პირდაპირ კომუნიკაცია მაყოლოთის მოსახლეობასთან მოდულის წყალზე 4 ხან გავატიან სადგურს ვაკეთებდით გოგინაური ჰეს გოგისოფელ გოგინაური და მაწყალთას აი ყველას ვიცნობდით და ხედავ ეს ხალხი რა სხვა ხალხი არის როგორც კი სიუჟეტი მორჩა აი ბოლოში ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი რომ ოქროპილაურის ხეობაში დაგვანგრევენ ამ დროს სიმართლე რა იყო რომ ოქროპილაურის ხეობაში ჩვენ არაფერს არ ვაშენებდით ჩვენ ვაშენებდით გოგინაურის ხეობაში შეეშალა წარმოიდგინეთ სხვა ხეობაში მივიდნენ სხვა ხალხი ჩაწერეს ნუ ეხლა იმას აღარ მოგიყვებით ეხლა ჩემს რეპორტაჟთან ეგრე არა თქვენზე არ მაქვს საუბარი არა ეს ჟურნალისტი დამიკავშირდა აი მომისმინეთ დავამთავრებ ნახეთ ხო და ზოგადად ესეთ სიუჟეტებთან მაქვს ასე ვთქვათ ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება იმიტომ რომ ხაიში რეალურად ხო მეც ვიცნობ ადამიანებს რომლებიც
პირიქით მზათარიან რომ ასე ვთქვათ ენერგეტიკის აი ამ კონკრეტულ პროექტზე გვერდში დაუდგნენ და უნდათ ასე ვთქვათ რომ განხორციელდეს ეს პროექტი. ეხლა მე რომ მომცეთ ფული და გადავიხადო და სიუჟეტი შევუკვეთო, თქვენ რამდენი რესპონდენტის ყავდა, შეიძლება ორჯერ უფრო მეტი რესპონდენტი გამოგიყვანოთ, რომელიც იტყვის რომ კარგი არის ენერგეტიკა. ეხლა რა შეიძლება? ეხლა რა შეიძლება? წინ ვიზიხართ ერთი წამით მომისმინეთ. ეხლა რა ერთი წამით მომისმინეთ. ვის სიუჟეტი შევუკვეთა, რაზე ლაპარაკობთ? მე რომ შენ ხო გავაკეთე ეს სიუჟეტი. მე რომ სიუჟეტი გავაკეთე. ჯერ ერთი თქვენთვის. გესმით? კარგი, თქვენ. ამიტომ მე რომ გავაკეთო სიუჟეტი, მეც ანალოგიურად პოზიტიურ სიუჟეტებზე ისაუბრეთ სხვა არხებთან და სხვა გამოცემებთან. შევუკვეთოთ ხო? თქვენ არა, მე აქ რომ ვზივარ, სხვა ეთერებში როცა ჩვენზე ლაპარაკობთ და იქ არ ვართ და პასუხს ვერ გცემ და არც სამწუხაროდ იმ გადაცემის ავტორებს არ ყოფნით პოლიტიკურების დაცვის სურვილი ერთი წამით აქ როცა შეურაცხყოფას არა ერთი წამით შეურაცხყოფა შენ არ მომიყენებია შენთვის არ მომიყენებია მე თქვენთვის არ მომიყენებია შეურაცხყოფა მე ვთქვი მე რომ გავაკეთო თემას ავწდით გამოვიდოდათ ხო თემას აი ხა თემაში რომ შევიდეთ იგივე ეხლა თემა რა არის ნახეთ სიუჟეტი რომელიც არის გასული 10 პოინტიდან ორი არის სიმართლე 8 არის ტყუილი. სიმართლე რა არის? რომ კი ბატონო იტბორება ხაიში, კი ბატონო იტბორება სასაფლაოები და კი ბატონო ეკლესია იტბორება და ეს ხალხი ასე ვთქვათ უნდა შეხვიდე კომუნიკაციებში და რაღაც ალტერნატივა უნდა შესთავაზო, სწორედ უნდა დაგეგმო შენი პოზიციები, სწორედ უნდა დაგეგმო ზოგადად სიტუაცია, ანუ პროექტი, თავის ტურისტული განვითარების. არის დაგეგმილი სწორად. ითხრათ ეხლა რა სწორედ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი და ამაზეც ვისაუბრეთ. მაგრამ 2013-დან არ დამაცდით ეხლა როგორ გავაკეთო? კი ბატონო, მე ხმას არ ვეძებ. ტყუილები რა არის? ტყუილი არის რომ ხავსი მოედება ყველაფერს, ტყუილი არის ხო, მაგ ჩვენ გვაქვს სხვა სადგურების, ხო გვაქვს ლაჯანუხესაც, ხავსი არაფერს არ მოდებია, უსახელაურიც კარგად იზრდება, პამიდორიც კარგად იზრდება და ასე შემდეგ. გადასახდება მთელი ზემო სვანეთი, დაიტბორება, რა ქვია, მთელი ქვია სვანეთი უნდა გადასახდეს. არ ვიცი, ერთ-ერთი რესპონდენტი იყო, რომელიც საერთოდ საუბრობდა აჭარის წყალი გასყდაო და სოფელი წალეკაო ეგეთი რამე არ მომხდარა. ანუ რისი თქმა მინდა 10 საკითხიდან 2 არის სიმართლე, დანარჩენი 8 არის ტყუილი. და ზოგადად ანუ მაგას ვამბობ, როდესაც აი ესე აწვდით ამ ინფორმაციას, საბოლოო ჯამში ნერგავთ აი იმ ნეგატიურ, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებას. ეხლა რაც შეეხება როგორ და რა უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, რომ სწორედ მივიტანოთ ჩვენ მოსახლეობასთან. აი ამ პრობლემების მოგვარება რა არის, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მსგავსი სადგური უნდა გაკეთდეს, ხო? ადამიანებთან კომუნიკაცია გულისხმობ იმას, რომ როდესაც გადასახლება გიწევს, ამ ადამიანს უნდა შესთავაზო უკეთესი პირობები, ოღონდ უკეთესი პირობები ორჯერ კი არა, 3ჯერ და 4ჯერ უკეთესი პირობები და სხვათა შორის იყო ეგეთი შეთავაზებებიც და ბევრი ადამიანი არის, ვინც მზად არის, რომ გადავიდეს და ეს უკეთესი შეთავაზება მიიღოს და აქვია ეს პროექტი განხორციელდეს. ძალიან ბევრი არის, რომ იცოდეთ ქალბატონო ნინო. აქვია რეგიონში ადგილზე. შესთავაზოთ, როდესაც ესეთი პროექტი გაკეთდება, ხო? არ ვიცი, იქ ქონების გადასახადის კუთხით მარტო დაახლოებით 7 მილიონი დოლარი უნდა დარჩეს ადგილზე თემში, ის ჭუბერი სოფლები, რომელიც დარჩება, ხო და რამდენი რამე შეიძლება ამითი გაკეთდეს. სკოლებზე იყო საუბარი, რომ სკოლები მაცადე დავამთავროს. სკოლებზე იყო საუბარი, რომ სკოლა არ არის. ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესო. არ ვიცი, ჯანდაცვა უნდა შესთავაზო უფასო, სწავლა-განათლება უნდა დაუფინანსო. ადგილობრივებს თუ სახელმწიფოა უკვე. ვინც ამ სადგურს აკეთებს? ვინც იქნება? ნახეთ, ეს იქნება კერძო ინვესტორი იქნება თუ სახელმწიფო იქნება, ხო, ვინც ამ ყველაფერს აღასრულებს? სახელმწიფო იქნება ამ ყველაფრის გარანტორი თუ კერძო იქნება ამ ყველაფრის გარანტორი, რომელიც სახელმწიფოს რა თქმა უნდა ამ კერძო ინვესტორს უნდა მოთხოვოს, ხო? კერძო ინვესტორი შენდება იქაურობა და ბაღი და აბონატორი არ უნდა ხოლოს ხაისთან არის დამთავრებინეთ ლაპარაკი. მასაუბრე. ეთქვი, ეხლა რა შეიძლება ტურისტებს? თქვენ რო ეხლა ტელეფონი ყველა მაიღოთ და რო ჩაწეროთ, აი რო აიღოთ ტელეფონი ნებისმიერმა ადამიანმა და რო ჩაწეროს. რა ქვია, პირობითად ავსტრია, ნორვეგია, შვეიცარია, ლამაზი ადგილები, ტოპ ლამაზი ადგილები სანახავი ავსტრიაში ან ნორვეგიაში. პირველი რო ჩაწეროთ, გიგდებთ რას? წყალსაცავებს, რომელიც 50-60 წლის წინ არის აშენებული, მოსახლეობას, რომელიც ადგილზე არიან დასახლებულები და ეს მთები წარმოვიდგინეთ და ეს ლამაზი დატბორილი ადგილები, რომელიც ტურისტულ ზონებად არის გადაქცეული. ნამყოფები და ისი ტურისტულ ზონებად არის გადაქცეული და ზუსტად ეს არის, როდესაც მსგავსი სადგური უნდა გაკეთდეს. ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა იყოს ყველა, რა ქვია, დაკმაყოფილებული. დღეს რომ სვანეთს უფასოდ აქვს ელექტროენერგია, დამატებით რომ თავაზობ უფასო ჯანდაცვას, დამატებით რომ თავაზობ სწავლა-განათლებას ახალგაზრდა თაობის, დამატებით რომ თავაზობ ყოველწლიურად 7 მილიონი დოლარის დღეს
ხაიში არ ვიცი რა იქნება რა ქვია ბიუჯეტი ხაიშის არის ალბათ რავი 15-12000 ეს უკვე თვითმმართველობის საკითხები ხო და ის თვითმმართველობის საკითხი არის ალბათო ნინო არის მაგრამ 1%-ო გადაიხდის და 7 მილიონი დოლარი ყოველწლიურად თუ დარჩება თქვენ წარმოიდგინეთ შვეიცარია ევროპა სხვანაირად არ განვითარდა ანუ როგორ ფიქრობთ რანაირად განვითარდა როგორ ფიქრობთ იტალიაში ჩრდილოეთი რატო არის ყველაზე მდიდარი იმიტომ რომ ყველაზე მეტი ბიზნესი და ყველაზე ანუ ყველა ჰიდროელექტროსადგურები მათ შორის ყველაზე მეტი ჩრდილოეთში არის გაკეთებული და განვითარება არის ეს სხვა ესები არის განვითარება არა რა თქმა უნდა ეხლა გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე ჩვენი ქვეყნის პრობლემაზე გადავიდეთ რაც არის გლობალური პრობლემა. ერთი წამი შვეიცარიაზე უნდა დავბრუნდე რა. შვეიცარიასა და ავსტრიაში ყოველ თვე ადამიანებს მოძდით, ყოველ თვე თავიანთი ამ მოგებიდან, ჰესის მოგებიდან გარკვეული ანაზღაურება ყოველ თვე იმ ადამიანებს ერიცხება. ეს არის ის ბენეფიტი. ჩვენთანაც ერიცხებათ. ელექტროენერგიის ღირებულებას რო არიხდი იგივე და ჩარიცხვა არ არის რა მნიშვნელობა. ეს სხვა რაღაცა. არა, ეს არის ნახეთ, სხვა რაღაცა არ არის. ნახეთ, უყურეთ, სხვა რაღაცა არ არის. ზუსტად არის ერთ-ერთი იგივე. ან ფული ჩაგერიცხება, ან ელექტროენერგიის ღირებულებას არ გადაიხდი. ეს არის ყველაფერი. ეხლა სხვა ახალი პროექტები რო კეთდება, ჩვენ მაგალითად ეხლა იგეთყვით ქვემო სვანეთში ლენტეხის მუნიციპალიტეტში ვაპირებთ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, სადაც ადამიანებს უთხარით, რომ გვაქვს იმის საშუალება, რომ თელ თემს ელექტროენერგიის ღირებულება გადაგიხადოთ, ან მეორე ვარიანტი გვაქვს საშუალება, რომ ყოველწლიურად $100,000, $100,000 და ვაშენებთ პატარა ჰიდროელექტროსადგურს 19 მეგავატიანს. $100,000 თემში ჩავრიცხოთ და თქვენმა თემად თქვენ თვითონ განკარგოთ. იგივე არ არის ესა? სხვა რა არის? აბა მითხრა. არა, ეს იგივე. იგივეა? არის იგივე. ეხლა მაგ შემოსავალს საიდან იღებთ ეგ არის თავად? საიდან ვიღებთ? ეხლა ნახეთ როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. საინიციატივო ჯგუფები დგება, აი არეგისტრირებენ ანგარიშს და ამ ანგარიშზე ყოველწლიურად ეხლა მე თქვენ საიდან მოგაქვთ ფული, საიდან მოგაქვთ? რისი ფული? აი ჩასარიცხი ფული. ბიზნესი ელექტროენერგიას ყიდით და ვიღებთ ვის ეყიდით? სახელმწიფოზე ანუ სახელმწიფო გარანტირებულად ანუ ჩვენ ვიხდით მაგ ფულს. ეხლა ნახეთ, მოდით ეხლა ყველაზე კარგი რაღაცაზე. ხო, მაგრამ დათოს უნდა მივცეთ. არა, ბოდიშ ერთი წამით მე არ დამიმთავრებ ხან ამდენი ელაპარაკეთ. ერთ რაღაცას ვიტყვი, დათო, ნახეთ გარანტირებული შეზღუდვის ტარიფზე. ჭკვიანი ხალხი ხართ და მარტივ რაღაცას გეტყვით. ჩვენ 8 თვე, სხვათა შორის რო ვიცოდეთ, ევროპაში 12-თვიანი გარანტირებული ტარიფია. ჩვენთან არა დამთავრებინა კითხვას გიშვა, ნახეთ. ჩვენთან არის 8 თვე. დათო, ნახეთ, 8 თვე გარანტირებული ტარიფი, რატო გვაქვს, აბა თუ იცი? იმიტომ რომ გვაქვს დეფიციტი. ამ დეფიციტის დროს სახელმწიფო რას აკეთებს? ფულს რიცხავს სხვა ქვეყანაში, ყიდულობს ელექტროენერგიას. ჩვენ ვეუბნებით, ამ ფულს თუ რიცხავს სხვა ქვეყანაში 50-60 მილიონი დოლარი წლიურად 8 თვის განმავლობაში. რატომ უნდა გადარიცხოს სხვაგან? მოდი ჩვენ აბაშენებთ აქ ესებს. გარანტირებულ სიმძლავრეს შეგიქმნით შენ ქვეყანაში, რომ ტარიფები არ გაგეზარდოს, სხვათა შორის აი ხა 5-1 რო გაიზარდა, ქალბატონო, თქვენ მითხარით, რომ ენერგეტიკაზე იქნებ კარგად ამიხსნათ, მე ვარც იქით ვარ, რაც აქეთ. აი თქვენ გესაუბრებით და წარმოიდგინეთ რა. ხო, არა, მე ნამდვილად არავის პოზიციას არ ვთქვას არ ვიცი. ზუსტად მაგიტო გაგვეზარდა, რომ დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში საშინელი და ვარ 50% გაგვეზარდა. გაგეზდებოდათ ახალი სადგურები არ გინდათ. დამოკიდებულები ხართ მეზობლებში გაიზარდა ეს ელექტროენერგია ჩვეულებრივ. უკაცრავად ეგ ინფორმაცია საიდან გაქვს? ეხლა ნახეთ, მაქვს როგორ არა მაქვს. იმპორტის ინფორმაცია არის კონფიდენციალური. რანაირად არის კონფიდენციალური. როგორ და ლამაზად. სად არის? საშუალო არის 7 ცენტი. არა, ერთი წუთით რა 7 ცენტი. იმპორტის ოფისში რა უნდა მას მასწავლო, კაცო, კონფიდენციალური ინფორმაცია. გიყვები. საიდანა გაქვს ინფორმაცია? არ არის ეს, არ არის ეს არაფერი კონფიდენციალური. კონფიდენციალური. არ არის კონფიდენციალური. შედი ნახეთ, ფასები რა არის? როში წავიდა, რომ გეუბნები კონფიდენციალური. ფასი რა არის? რო შეხვიდე ვერ ნახო. თურქეთში ფასი კი არ არის. ეგ არ გიკითხავს, მოწახვედით იმპორტირებული ფასი რა იცი რა ღირს? გიყვები არა. არა, რას მიყვები შენი მოკლათ მე წყარო მითხარი კაცო. გეუბნები. რას გვესწავლი დოკუმენტის სადიძებნება ეგ აინტერესებთ რა არის? დამის ვიშეკით. თქვენ ინტერპრეტირებთ. შენ რომ ხის არა, საწერია მეთქი. გიყვები თქვენ მეტი რომ. კი ბატონო, აბა წყაროს ვეღოდები. შენ რო ეხა ადგე და მაგალითად თურქეთინა რომ გინდოდეს ელექტროენერგიის შემოტანა. შენ დათოს. და რო ჩაწერო ფასი საბითუმო რა არის თურქეთში, ნახავ რომ არის 7.5 ცენტი. მე ადგები ტელეფონს იღებ, ურეკავ იქაურ მოვაჭრეებს და ეუბნები, გამარჯობათ, მე დათო ვარ საქართველოსდან, მინდა ელექტროენერგია თქვენთან ვიყიდო და შემოვიდა საქართველოში. ერთი წამი. აბა სხვანაირად როგორ გასწავლი ხო? შუამავალი კომპანიები არ არის. გასწავლი. ეხლა მომისმენთ, ეხლა ზაპრებს მოეშვი. ერთი წამი გიორგი ხარ მოდი მივცეთ ახლა საშუალება დათო ჭეპაშვილს დენს თურქეთიდან ვერ შემოიტანს. ერთი წუთით ეხლა მომისმენთ. არაფერს ვერ მოგწავდა გარავის და თუ არ გაგიცით ესე დაალაბო ვერ შემოიტანი ასე. ერთი წუთი ძალიან დიდი ბოდიშა ეხლა ეს უკვე დემაგოგია. არა დემაგოგია. იმიტომ რომ ეგ როგორ გეუნები
მართიდან ეხლა მართლა. ინა ჩავწერო ეხლა ფასი განახილეს ამბობ. არა, ეგ არ მაინტერესებს. იმპორტირებული ფასი მაინტერესებს. აი, იმპორტირებული ფასი არის. მილიარდ ნახევარი კილოვატ-საათის. აი, ეს ფასები გამიშიფრე ხა და საწერია წყაროები. ერთი წამი გიყვები. ეხლა რა შეეხება ქალბატონებო რო გესმოდეთ. ნახეთ, 8 თვე რატომ უნდა ვიხადოთ ჩვენი ჯიბიდან გარანტირებული ტარიფი. 8 თვე წარმოიდგინეთ, როდესაც გვაქვს დეფიციტი, სხვა სახელმწიფოში ფულს ვიხდით ზამთრის პერიოდში 11 ცენტს, 12 ცენტს, შეგიძლიათ ნახოთ ეხლა თურქეთის ფასი, სომხეთის ფასი და აზერბაიჯანის ფასი და რუსეთის ფასი. საჯაროა. ზამთარში ვიხდით 11-12 ცენტს, ზაფხულში როცა იქაც პროფიციტი არის, დაახლოებით ჩამოდის 6 ცენტზე, საშუალო გამოდის 7 ცენტი წლის განმავლობაში. ჩვენ მეუნებით სახელმწიფოს. ამ ფულს შეკაიდეთ მამბიშვილო, თუ ისედაც იხდით სხვა ქვეყანაში და იმათ ბიუჯეტს ავსებთ, პლუს დამოკიდებული ხარ იმპორტზე. მოდი ჩვენ ქვეყანაში შევქმნათ და 8 თვე გადამიხადე 7 ცენტი. იმიტომ ისედაც იხდი ამ 7 ცენტს. ანუ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი თემა, ეხლა რაღაც აგდებული, რაღაცა იმაისე ააგდებენ თემას და ლაპარაკობენ, ჩვეულებრივი აპრობილებული თემა არის. სომხეთს აქვს 12-თვიანი გარანტირებული ტარიფი, ევროპას აქვს 12-თვიანი გარანტირებული ტარიფი და იმიტომ აშენდა ყველაფერი რა არის ყურია, მეცხარი რა უნდა ჩავწერო, მოვისმინოთ ერთი წამი დათოს მოსაზრება მინდა ეხლა მოვისმინოთ და ამიტომ გარანტირებული ტარიფი ეკი არა 12 თვე უნდა კონდეს ენერგეტიკას უნდა კონდეს 12 თვე გარანტირებული ტარიფი. რატომ უნდა კონდეს? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი, ეს დეფიციტი იზრდება. რატო იზრდება? ბევრი დრო. იმიტომ რომ ესეც არ აშენებინი და ესეთ ვიდეოებს იღებს სიუჟეტებს აგიჟებს რომ არ აშენებინი მაგიტოს. ეხლა რა შეეხება რაჭას? ეხლა გეტყვით რაჭას. რაჭა მერე. დიდი რაჭას მეურებლა ფოკუსი გარდიწყარკაცო. ერთი წამი ძალიან გთხოვთ არავითარ კოლეგებზე არ გვინდა შეურაცხყოფას აყენებს. არა, სხვა რაღაცას სასწრაფოდ ორივე ადამიანს გვაყენებს შეურაცხყოფას. აქ ნუ ძველ ბიჭობთ ძალიან გთხოვთ. ერთი წამი მოწეული ხართ სტუდიაში. სად ნახეთ ჩემი ძველ ბიჭო? მთელი ეხლა რასაც აკეთებ სულ რამდენჯერ მიაყენეთ ადამიანებს და მოგვიყენეთ შეურაცხყოფა. პირიქით მაგრამ უებიო მეუნებით ავიტანთ თქვენი ტყუილები ძალიან გთხოვთ რა ასე არ გამოვა ამბავი. დათო, აი ეს გვაინტერესებს ახლა სწორებით რა არა, ერთი წამით რა. მაყურებელი გიყურებთ, გაითვალისწინეთ ეს ძალიან გთხოვთ. მაყურებლები გადაიყვანეთ თუ გინდა. ერთი წამით. პატივი ვცეთ მაყურებლებს ძალიან გთხოვთ თუ ერთმანეთს არცეთ პატივს მაყურებლებს ვცეთ პატივი ძალიან გთხოვთ. ერთ რაღაცას გეტყვით, ერთხელაც არ გამიწყვეტინებია თქვენთვის. ერთხელ ნახევარი გადაცემა თქვენს ნახევარი გადაცემა შენი სიუჟეტები არის და შენი ლაპარაკი იყო. სიუჟეტი საერთოდ რო შეაშედის. დღის წესრიგი და ფორმა. გიორგი, თქვენ მე მგონი მიკროფონი უნდა ხო გამოგიცვალონ, დათო გაძლევთ ამისთვის დრო და მიკროფონი კამერა გადმოდის შენზე პირდაპირ. მოკლედ. ისმოდა. ზოგადად ეხლა რაც შეეხება ევროპას და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება რაც არის საქართველოში არანაირად არ არის ეს ევროკავშირის დირექტივების შესაბამისი. ეს არის ცალსახად გეუბნებით და გეტყვით როგორ არის თუ გინდათ. საქმე რაში არის? ზოგადად, როდესაც განახლებადი ენერგიების ხელშეწყობას ეხება საქმე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, აქ მოქმედებს პირველ რიგში ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის ეფუძნება ეგრეთ წოდებული აუქციონების სისტემას სადაც აუქციონში მონაწილეობს ყველა განახლებადი ენერგია რაზეც საუბრობდა 8 კი არა 12 რაღაცე მე ვერ ანუ ზის ენერგია არის ენერგია და ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს მოდი ასე ვთქვათ ესე მარტივად რო ვთქვათ გავამარტივოთ ეჯიბრებიან ერთმანეთს ტარიფის საშუალებით ხოლო შემდგომ გამარჯვებულ განახლებად ტექნოლოგიას აძლევენ რომ გარანტირებული ანუ მისგან შეისყიდოს ელექტროენერგია მაგალითად სახელმწიფო. ეხლა რა განსხვავება არის აი ამ სქემასა და აი ბატონი გიორგი რო საუბრობდა რომ თითქოს რაღაცა ჩვენთანაც და თურმე სომხეთში 12 და ასე შემდეგ. ეხლა რა განსხვავება არის? განსხვავება ის არის რომ საქართველოში დაიწყო ანუ პირველ რიგში განსხვავება იმაშია რომ საქართველოს უნდა გადასულიყო დიდი ხნის წინ საათით ადრე ბაზარზე ანუ ეს ყველაფერი ბაზარზე უნდა ხდებოდეს რომელიც არ გადავიდა და ეს დაზოგავდა ელექტროენერგიას არა დაზოგავდა სხვა რაღაცას გეუბნებთ ეს ნიშნავს ტარიფებს გააძვირებდა კი როგორ არის ფუნდამენტურ რეფორმირებას ნიშნავს ეს ენერგეტიკის საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ფუნდამენტურ რეფორმირებას გეგმავს გულისხმობს არსებული ცენტრალიზებული ენერგეტიკული სისტემიდან ევროკავშირის დირექტივებზე გადასასვლელად. ეხლა აქ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ერთი წუთით რა, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? ევროკავშირში საქართველოსგან განსხვავებით, მაგალითად დაბალანსების ვალდებულება, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება მცირე და საშუალო ჰესებს ზოგადად, აქვს გენერაციის ობიექტს.
ჩვენთან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო პრობლემური საკითხი განახლებადი ენერგიების დეველოპერებისთვის, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ ყველაფრის ვალდებულება გადასულიყო სახელმწიფოს მხარეს და ამის შედეგად ეს რეფორმა მთლიანად გაიჭრა. ეხლა ისევე რომ დაუბრუნდეთ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას. ვინ აფორმებს აი ამ ხელშეკრულებას? აუქციონები ორჯერ ჩაატარეს სასაცილო აუქციონი, ამას ეს ვქვა სასაცილო აუქციონი, როდესაც ტექნოლოგიები დაყვეს და ჰესებს ცალკე ჩაუტარეს ვითომ და იქ უბრალოდ სასაცილო რა არის, იცით, რო ჩახედავ ტარიფებს, ყველას რო ერთ და იგივე ტარიფი აქვს შეთავაზებული, ქარზე ცალკე არა, ჩემო კარგო, აი მაგაშია საქმე, რომ ევროკავშირის დირექტივები ითხოვს სამივე ტექნოლოგიის შეჯიბრებითობას და არა ცალკე ამოგლეჯილად. სამივე როგორ უნდა შეაჯიბროთ? სხვა ფასები აქვს, სხვა ტექნიკური მონაცემები აქვს, სხვა გენერაციებია. როგორ ძალიან წაიკითხეთ დირექტივები და ნახავთ როგორც. ხო და აი დირექტივებში ეგეთი რამე არ არსებობს რო ეწეროს. გამორიცხული არის. მე გთავაზობთ ესეთ რაღაცას, ჩვენ შეგვიძლია ეს კიდევ ერთი გადაცემა დავუწყოთ ამას. სხვა რაღაცას გულისხმობ. როგორ შეიძლება ჰიდროზამს ესეთი ტარიფი ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის დასკვნას გეტყვით, მაშინ ნესკრა ჰესის საჩუარზე, რომელიც ჩვენ შევიდა ეხა ნესკრა. არა, რა სკაში ნესკრაზე გეტყვით რა დასკვნა დაწერა ენერგეტიკულმა გაერთიანებამ. რომ საქართველოში არსებული პრაქტიკა გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ეგრეთ წოდებული state aid rules-ი ქვია ამას, ანუ სახელმწიფო დახმარების წესებთან მოდის წინააღმდეგობაში და მსგავსი პრაქტიკის განხორციელება არ შეიძლება და ეს უბრალოდ აი ეს უკავშირდება იმას, რომ ფუნდამენტური რეფორმები არის ჩასატარებელი საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, რომ ასე აღარ ეხლა უყურე ყველაზე საინტერესო რა არის მანიპულირება ხდები ხო იცი რა სამოფანო ვაფშე პროსტა ლაპარაკო შე ვერ ხვდები იმიტომ რომ შეხო ფიზიკის გაკოთილებს აცდენდი სკოლაში კაცო არა უშ ხო მაგრამ მოდით რა გეხვეწეთ ერთი რაღაცა უნდა ვთქვა მაყურებელმა უნდა გაიგოს ხო და გეტყვით ეხლა აი გასხოვებას გეტყვით უყურეთ აი მაგალითად რაც ეხლა გელამ ჩამოთვალა რა ქვია სონგულაშვილის ნათესავები ყოფილი პარლამენტარები ისინი საჭორაოდ ვართ აქ მოსულები არ ვიცი არანაირი აუქციონის საფუძველზე აი ესე პირდაპირ შეყულებებით გამიგეთ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას ანუ ჩვენ ხარჯზე სახელმწიფო მათ უნდა უხადოს ფული ეგ აგიხსენეთ გარანტირებული ერთი უნდა ამიხსნა კაცო ვერაფერს ვერას თურქეთში უნდა იხადო აბა ეგ ფული გეკითხეთ ეხლა თურქეთში სომხეთში უნდა იხადო ეგ ფული ანუ იმპორტს თუ ისე იქცი ამ ქვეყანაში უნდა იხადო გეკითხები ანუ იმპორტი გინდა იხადო? ეგ გინდა? გიპასუხებ. ნამახვანი ჰესი. კი ბატონო. ნამახვანი ჰესი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა. ცალკე გადაცემის თემა. ცალკე გადაცემის თემა, მაგრამ იქ ერთ-ერთი მომენტი არის ძალიან საინტერესო კაბალური ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც არასდროს ევროკავშირის არც ერთ წევრ სახელმწიფოში აზრად არ მოვიდო და ამის ნახევარი მაინც ჩაეწერა ჰიდროელექტროსადგურისთვის ხელშეკრულებაში. რას გულისხმობს ეს? გულისხმობს იმას, რომ ნამახვან ჰესზე, აი იმ თურქულ კომპანიას, რომელსაც არასოდეს არ აპროტესტებდნენ, არც ეს ასოციაცია, არც ამის ზემდგომი ასოციაცია, არც ბატონი ვებხვა და არც არა მთლიანად ეს ჰიდროლობისტები რომ ცხოვრებაში რო არ გაუპროტესტებიათ რატომ როგორ აგვეხა ასე რომ ვთქვათ 393 მილიონი ეს აი ჩვენ დაგვაბრალეთ კი თქვენი ბრალი იყო სულფასოვნად ეხლა უყურეთ რა ხდებოდა იქ ნამახვანთან მიმართებაში ხელშეკრულებაში ჩაიწერა პუნქტი სადაც კომპანია ენკას რომლის ძირითადი საქმიანობა რუსეთში არის დაკავშირებული კომპანია ენკას მიეცა უფლება რომ მას ანგარიში გაეხსნა უცხოურ ბანკში, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო შესყიდული ელექტროენერგიის მთლიანი თანხა აი ამ უცხოური ბანკის ანგარიშზე პირდაპირ გადაეხადა. ეხლა გეკითხებით, აი ამ ლოგიკი ხელშეკრულებაში. ხელშეკრულება? არა, მაგთან ისევ ამბობ. ეხლა უყურეთ, ხელშეკრულების მიხედვით, ნამახვანი ჰესი. აი ეხლა თქვენს მაყურებელს მიმართავ. საკუთარი ენერგიის წყაროა ბჭყალებში თუ იგივე იმპორტირებული ელექტროენერგია. როდესაც სახელმწიფო გარანტირებულად რიცხავს უცხოეთში ფულს შესყიდულ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. ქართულ ანგარიზე რო ჩაურიცხოს და იმან გადაირიცხოს, ხო, იგივეა. იგივე არ არის. აუ ისეთი სხვა ანგარიში უცხოეთში. არა, ავიღუპეთ. რო გადარიცხვა ამ შემთხვევაში, გადარიცხვის საკომისიოებით სახელმწიფო მაიღო თავის თავს. მაგრამ მაგას ალბათ თქვენ ვერ მოდით მაინც ხუდონზე დაბრუნდეთ ახლა. ხუდონთან დაკავშირებით. ახლა ხუდონი არის ისეთი, ახლა აქ იცი როგორ საუბრობ და ბატონი გიორგი გეგონება თვითონ უკვე
გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დაწერილი აქვს. ზეპირათიც ის დეტალები. ყველაფერი ამას იმას ვაძლევ, იმას ისე საუბრობთ. ახლა მეგონა რომ ეკონომიკის მინისტრი ევროპის მაგალითები გელაპარაკეთ, რომ ხუდონთან არაფერი კავშირი არ აქვს. ეგრე აშენებენ იქ. მოიყვანე, არის სრული ტყუილი, სრული ტყუილი. რა არის ტყუილი? ყველაფერი რაც მოიყვანე. რა არის ტყუილი? იქ რო არის უამრავ, იქ რო არის ჰესები, ყველა ჰიდრორესურსი რო ათვისებული არის. ერთი წუთით. კაშხლიანი ჰესები რო აქვს აშენებული. ადგილობრივ მოსახლეობას რომ ასე ვთქვათ ბენეფიტები აქვს, ტყუილი არის ეგა? ტყუილი ეგ არ გითქვია შენ. ეხლა გეტყვი რაც თქვი. ეხლა გეტყვი. მე რამე სხვა არა, ეხლა გეტყვი რა არის პრობლემა ხუდონხესთან დაკავშირებით. ზოგადად, როდესაც საუბარი მიდის თუ რა ტიპის განვითარებაზე არის საუბარი და რა ტიპის ენერგეტიკულ განვითარებაზეა საუბარი, პირველ რიგში უპირველეს ყოვლისა ქვეყანას მინიმუმ უნდა გქონდეს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომ ხედვა თუ საით არის ეგ ხედვა და გვაქვს ეგ ხედვა და გაქვს გაზიფიკაციის, კი ვიცი. გაზიფიკაციის ხედვა? კი, სხვა ზუსტად ჰიდროენერგეტიკას რო ებრძვის. ჰიდროენერგეტიკას რო ებრძვის, ზუსტად აი ეგ არის გაზზე გინდა რომ დაგვსვა. მოხმარება გაიზარდა. ნახეთ, მოხმარება გაიზარდა. მეც ჩავხედე მაგ დოკუმენტს და გეტყვი. ანალიზის თაობაზე. რატო აქვს სტრატეგიული გარემოს სტრატეგიული ხედვაზე? რატო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხედვა? 20-30-მდე 5000 მეგავატი უნდა შევიდეს და 20-26-მდე კიდე 5000 მეგავატი დაემატოს, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავანულოთ გაზის მოხმარება მოსადგურში. ერთი რომელიც მოსადგურში უნდა გააკეთოს. მე მაგით არა, აშხლიანი ჰესებითაც და მაგით. ერთი წუთი წარმოდგენა არ გაქვს ენერგეტიკაზე ხარ საუბრო. ერთი წუთი სხვა რაღაცა საუბრო. შენ იცი ენერგეტიკა. შეურაცხყოფის გარეშე ძალიან წარმოდგენა. შენ ბოლოს იქამდე მიმიყვანე ხარ, რა გინდა? წყობიდან გინდა გამომიყვანო მაგას. მე გეუნები შენ მაგას ვარზე არა გარემოს დაცვის ისე შენ რასაც აკეთებ ყველაფერი არის გარემოს დაცვის გარდა და მაგასაც გეტყვი რატო არის და დაამთავრე ლაპარაკი და მაგას ჩვენ ამისთვის აქ არ ვართ მოსულები და მაყურებელი ამას უყურებს გაითვალისწინეთ. ხო და ამიტომაც დავამთავროთ რომ აი მაგის გულისთვის მოგთხოვ პასუხს გაესრობა. ძალიან გთხოვ. ხუდონჰესთან. გაჩერდით ხუდონჰესთან დაკავშირებით, ხუდონჰესთან თემაზე ვისაუბროთ. ერთი წამით გაჩერდით თუ შეიძლება. ძალიან ხუდონჰესთან დაკავშირებით. ხუდონჰესი, როდესაც ასეთი დიდი ობიექტის მშენებლობა არის, ხო? აქ უნდა გავითვალისწინოთ ძალიან ბევრი ფაქტორი. ხუდონჰესს აქვს ბევრი მდგენელი და არა მხოლოდ ენერგეტიკული მდგენელი. მას აქვს ეკონომიკური მდგენელი, მას აქვს სოციალური მდგენელი, მას აქვს გარემოს დაცვითი მდგენელი, მას აქვს უამრავი სხვა მდგენელი, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანაზე ზემოქმედებს. ამისთვის რისთვისაც არის საჭირო? პირველ რიგში უნდა გაანალიზდეს ქვეყანაში მოხმარება, მაგალითად რომ გაიზარდა, რატო გაიზარდა, რის გამო გაიზარდა, როცა ერთი სიტყვა არ უთქვია, რატო იზრდება მოხმარება. მაგალითად გაიზარდა. შაშან 150,000 წალი კონდიციონერი გაიყიდა. იცი რა არის? ეგა 170 მეგავატი არის იგივე. იცი რა ტურიზმი რო ვითარდება? კი, ზუსტად ზაფხულის მოხმარება. დაეწია უკვე ზამთრის მოხმარებას. ტურიზმი ვითარდება, ყველაფერი ელექტროზე გადადის. ყველაფერი ელექტროენერგიაზე გადადის. რა ვიცი, ChatGPT-ს არ უყურებთ. თითო კითხვას რო უსვავთ ხელოვნურ ინტელექტს და რო ფიქრობს, ელექტროენერგია იწერება. ელექტრომანქანები შემოდის, რა ვიცი, სიგარეტსაც წენის უკვე ხალხი და გაიზრდება მოხმარება, არ გაიზრდება. ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში. გადაუვალი პროცესია, მაგაზე საერთოდ არავინ არ აბა მაგას რა თუნდა საერთოდ ელექტროენერგიის გენერაცია, როდესაც 74% მოდის ჰიდროგენერაციაზე, რომელიც უდიდესი ნაწილი 86 არის მე მგონი ბალანსში, ეს ეგრეთ წოდებული მცირე ჰიდროელექტროსადგურები, რომლის წილი იანვარში, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს, არის არ აღემატება 60 მილიონი, არც არასოდეს არ აღემატებოდა 60 მილიონ კილოვატ-საათს. აი ესეთი სიტუაცია 60 მილიონ კილოვატ-საათს არასოდეს არ აღემატება მათი ჯამში კი. ჯამში 60 მილიონი კილოვატ-საათი. იანვარს თვეში 60 მილიონი? აი ჩაიხედე რა ეს კურსი ვებგვერდზე რა გიყო ახლა მეტი. აი ხო გასწრაფო დასერჩი. 60 მილიონ კილოვატ-საათს მარტო ერთი ჰესი 18-19 მეგავატიანს, რომელსაც ეხლა უნდა გავაკეთოთ. მარტო ეგ მოიმუშავე თვეში. თვეში, იმიტომ რომ ზამთრის პერიოდში ანუ გვიჭირს ძალიან მაგრამ პრაქტიკულად არ მუშაობენ. როდესაც ეს ჰესები მუშაობენ, ქლიანი წლიური ჭრილში რო ატრიალებენ და მანიპულირებენ. ერთი წუთით ამანებენ. რა ვიცადეთ ბატონო. თელი წლის განმავლობაში რო კითხვა მაქმერად და მანიპულირებენ ამ ციფრებით, რომ მაგალითად წლიური გამომუშავება რაღაც 75 მილიონი კილოვატ-საათს, სინამდვილეში აქ უნდა ვისაუბროთ რაზე.
რამოდენიმე ფაქტორზე. ერთი, რომ წარმოქმნა არ აქვს იმ დინარეში წყლის რაოდენობა რამდენია, არც არავის არ შეუსწავლია და შეუფასებია და საუკეთესო შემთხვევაში ეს არის 1975 90 წლის მონაცემები, რომელიც რამდენად სანდო არავინ არ იცის. რა არის 50 წლიანი რიგი რო გაქვს ჰიდროლოგიის, ეგ არ არის სანდო? კლიმატის ცვლილების ზემოქმედება არ არის. პირიქით იმხელა სიმდიდრე გვაქვს 50 წლიანი დაკვირვებები გვაქვს იმხელა სიმდიდრე EBRD გინდა, ADB გინდა, სოფლიო ბანკი გინდა, ეგრევე შემოდის დაფინანსებაში სადგურების გიჟები არიან, რომ დაფინანსებენ ჰიდროლოგია 50 წლიანი კომუნისტებისგან მოყოლებული 50 წლიანი დაკვირვებები ეგეთი არც ერთ ქვეყანას არ არის. სიგიჟე სუბტა. შუახევი ჰესი ძალიან კარგი რაღაცა თქვა. შუახევი ჰესი გააკეთა. შუახევი ჰესი თქვა ძალიან კარგი მაგალითი. მე მაგ რაღაცა კი. მესმის, მაგრამ უბრალოდ დავამთავრებ, რომ აი უბრალოდ ხაზი რო გავსო. შუახევი ჰესი არის 197 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური, რომლის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო EBRD-მაც, აზიის განვითარების ბანკმაც, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამაც. რო გეკითხათ, ყველაზე მაგარი ექსპერტები ყავდათ ჩართული, იანვრის თვეში გაინტერესებთ რამდენი გამოიმუშავა, აი ამ წლის იანვრის თვეში შუახევი ჰესმა 12 მილიონი კილოვატ-საათი. 197 მეგავატიანმა ჰიდროელექტროსადგური. ერთი წამი. ეგ იმიტომ რომ ზამთარში ხა ყველა სადგური ეგრე არის, წყალი იანვარში არ მოდის. არ მოდის იანვარში წყალი. პირდაპირ მომხმარებლები თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, კრიპტო მაინინგის წარმოებლები. თქვენი აზრით, რამდენს მოიხმარენ ეს ჰიდროელექტროსადგური? აი მაგალითად 2025 წელს ერთ-ერთმა iTech Solutions-მა მოიხმარა 450 მილიონი კილოვატ-საათი. კიდევ მეორე აღარ მახსოვს სახელი, უკვე ვეღარ მახსოვს რაღაცა უცნაური სახელები ქვიათ, მოიხმარა 157 მილიონი კილოვატ-საათი. მარტო აი ამ ორმა მაინინგმა, რომელიც რასაკეთებს, არავინ არ იცის ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. აი ამ ორმა მაინინგმა მოიხმარა 600 მილიონი კილოვატ-საათი. როდესაც საუბარი მილიარდ 600 მილიონი. 600 მილიონი კილოვატ-საათი, 450 მილიონს მივუვადოთ 150 მილიონი. მიმატებაში ვიჭერთ კი ბატონო. მოდი გადავიდეთ ახლა. გიჩვენა შეიძლება. მე რაჭაზე ხარ არ ვიცი. ერთი წამი, ჯერ მე მაქვს რამდენიმე შეკითხვა. თქვენ თქვით, რომ არსებობს ესეთი კვლევები, რომელიც არის ჩატარებული ელექტროენერგიის და ზოგადად ენერგიის მოხმარების თემაზე. წყალი არის მილევადი აეხლა ბოლო პერიოდში არის ეს წყალი არის მილევადი. წყლის პრობლემა აუცილებლად ხო ეს არის გარემოსდაცვის წყალი რომელიც მილევადი არის ნავთობი, მილევადი არის გაზი, წყალი რომელიც მოედინება მდინარეები, ალბათ ერთი 5 მილიონი წელია მოედინება და კიდე 5 მილიონი წელი იდინებს მინდა გითხრათ ერთი წამი, კარგი, მილევადი წყალი მილევადი რა წყალი ორყალია მდინარე აღარ იქნება. არა, მდინარე აბა წყალი მილევადი რას ნიშნავს? მილევადი ერთი წამი კითხავს მისვა. კლიმატის ცვლილებას არ აღიარე? შენ არ უბრალოდ ჩემს აღარ დაგაც კითხავს კლიმატის ცვლილებას აღიარებ თუ არა? კი, აღიარებ და 0.2%-ით არის შემცირებული ის 50 მომის 50-წლიანი დაკვირვებები, რომელიც 50 მილიონი 50 წელი 50 წლიანი საბჭოთა კავშირის დროიდან, რომელ წლამდე? 55 წლიდან 99-მდე, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი. 99 შემდეგ რამდენი წელი გავიდა? 99 მერე რამდენი წელიც გავიდა, გითხრა ეხლა გითხრა 0.2% არის მოკლებული ნანახი გვაქვს ეგ და დათვლილი გვაქვს. ვის გაქვს დათვლილი? ჰიდროლოგებს და იმ ჰიდროლოგიურ ჰიდროლოგიური პოსტი იმის მერე სხვა სადგურების ბევრი აშენდა და ისინი ხო იტვლიან და ყონა ხო გლაციოლოგიური რა არის ის 30-წლიანი ჩავარდა. სად არის გამოქვეყნებული ეგ? მოდი ჩემთან და გაჩვენე. შენთან რატო უნდა მოვიდე? სად არის წყარო? იმიტომ რომ ეხა გიხსნი რატო უნდა მოხვიდე ჩემთან. მე როდესაც სადგურს გეგმავ რა ვაშენო, იქ მივდივარ, ვაყენებ წყალმზომს და სანამ პროექტირების პროცესში ვარ, ვითვლი წყალს და მე რომ ვიღებ ამ შედეგებს, ვადარებ იმ 50 წლიანს და განსხვავება არის 0.2% მინუსი. ამიტომ დიდი განსხვავება არ არის ჩემო. რამდენი წელი ადარ. კი ბატონო, გლაციოლოგიური კვლევები გააჩნიათ ერთი წამით ძალიან გთხოვთ. გისმენთ, ერთი წამით ეხლა მე ყველაზე არა მე დღეს წავიკითხე ბოლო კვლევა გლაციოლოგიური, რაც შეეხება ჩვენს მყინვარ წვერს და იქ არის კატასტროფული მდგომარეობა. ეს არის ბოლო კვლევა, რომელიც ახალზელანდიაში ჩატარდა დაკვირვებით ჩვენს მყინვარებთან დაკავშირებით. იქ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. იქ სადაც მდგომარეობა რა არის? ძალიან სწრაფად ნება ყინული. მერე ის ვარცოფები იქნებავთ თუ ადიდებული მდინარეები იქნებავთ თუ ის რაც ხდება ხარაგაულში, ღვერგში, წყალტუბოს მიმართულებით, რა ვიცი, რაჭა, რომელი ერთი შოუის მაგალითი ვთქვა, გინდათ? შოუის მაგალითი ვთქვა. ერთ რაღაცას გეტყვით. შოუში ჩვენ მე დაახლოებით ერთი
10 წლის წინ ალბათ ამ ბობას ხეობაში ნამყოფი ვარ და გვინდოდა ჰიდროელექტროსადგურის გაკეთება და მინდა გითხრათ რომ ამ კონკრეტულ მდინარეზე ჩვენ მაშინ უბრალოდ გადავიფიქრეთ ცოტა ძვირიжდებოდა და ავარჩიეთ რომ სხვა პროექტი გაგვეკეთებინა და მერე მიუბრუნებოდით ჩვენ რომ ჰიდროელექტროსადგური ქონოდა იქ აშენებული ის კატასტროფა რაც მოხდებოდა, მაგრამ აი ეს დაღუპული ადამიანები იქ რამდენიც არიან, ეს არ იქნებოდა და რატო? იმიტომ რომ ყველა ჰიდროელექტროსადგური სათავე კაშხლები რაც არის, სათავე ნაგებობები, რომელიც ხეობებში დგას, არის აღჭურვილი კამერებით, არის აღჭურვილი ზუსტად მსგავსი პრევენცია, როდესაც მსგავსი რაღაცა ხდება, სიგნალს ავტომატურად გადაცემს და განგაში სიგნალი ირთვება 4 კილომეტრით ქვემოთ. შოუში გითხრათ, როცა არ აქვს მოსახლეობას, აი ჰიდროენერგეტიკა მაპროვოცირებელი, ამისი არ არის პირიქით პრევენცია არის, მაგას იყვებით, რო ყოფილიყო ბობას ხეობაში ჰიდროელექტროსადგური და ძალიან ცუდი რომ იმ დროს ჩვენ გადავიფიქრეთ და არ გავაკეთეთ ჩვენ რო ქონოდა იქ აშენებული სათავე ნაგებობაზე განგაში სიგნალი ჩაირთვებოდა და 4 კილომეტრში ქვემოთ შოუში ყველას ეცოდინებოდა 20 წუთით ადრე რომ ზემოთ რა პრობლემა არის. აი ეს არის ენერგეტიკა. ეს არის ენერგეტიკა. ეხლა რა შეიძლება რაჭაზე. ერთი წამი. შვეიცარიის თქვენ თუ არ გინდათ რომ გაიგოთ, გიყვებით ეხლა რაც არის. რას ამბობთ? რას ვამბობთ? რამდენ წუთში ჩამოვიდა ვარცოფი ერთი წამი არ ვიცი ხა მე არ დამითვლია. ეხლა არ ამბობდი, ერთი წამი. არ დამითვლია რამდენ წუთში ჩამოვიდა. 20 წუთი საიდან ამბობთ ეხლა? ტყუილს არ ამბობ. წამებში გადაცემდა, გიყვები? წამებში 4 კილომეტრის ადრე. წამებში რო გადაცემდა ევაკუაცია არ უნდა მომხდარიყო განგაში. განგაში ჩართავდა ხო და არ იყო იქ განგაში ჩამოვიდა. ვარცოფი იცი? რამდენში ჩამოვიდა? 20 წუთს რო ამბობ. 15-ში. რა 15-ში? აბა რამდენში? არც წაგიკითხავ, საიდან ამბობთ იმ 20 წუთს? რამდენში ჩამოვიდა? თქვენგან გასხოვით, მე ყველა ზედმიწევნით რამდენში ჩამოვიდა გეკითხები? 8 წუთში. რამდენში? და რას უზამდი? წამებმა და წუთებმა ან იმ ღვარცობს როგორ შეაკავებდი იქ რომც გაგეკეთებინა. შეკავებას არ ვამბობ, შეკავებას არ ვამბობ. მე გეუბნები რომ მთელი შოუ. ხო და შეკავებას განგაშ გადასცემდა თქო, მაგას გეუბნები. განგაშის არ გინდა გაიგო. განგაშის მოვალეობა არის სახელმწიფოს პასუხისგებლობა. გიორგი მარგებაძის პასუხისგებლობა არა. სახელმწიფო ცალკევა გააკეთოს, მაგრამ მან რომ ყოფილიყო. წინასწარი შეტყობინების სისტემები არის სახელმწიფოს პასუხისგებლობა. შვეიცარია, ავსტრია და ნორვეგია რომ მოყავთ მაგალითად. ხომ აი აწიგინე. შვეიცარიის სახელმწიფო დააფინანსა განგაშის სისტემები დათო დამეთანხმები მე მგონი. მე რისი თქმა მინდა. იქ რომ ყოფილიყო სადგური მსგავსი 33 ადამიანი რომელიც განგაში გაიცემოდა და ადამიანებს უფრო მეტი შანსი ექნებოდა. არ შეიძლება ამით სპეკულირება არა, ერთ-ერთი ეგრე არის და ეგრე არის. მეგობრებო, ჩვენ ახლა უნდა გავიდეთ რეკლამაზე 3 წუთში ბრუნდებით და განვაგრძობთ, თქო მე გთხოვთ მაყურებელსაც ვცეთ პატივი და ეცით პატივი ქალბატონ სოფელიძის სტუდიაში და შეურაცხყოფის გარეშე ძალიან გთხოვთ მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე ვილაპარაკოთ რა არის პრობლემა, რას აპროტესტებს ეს ადამიანები და რას თავაზობთ თქვენ და რას შეიძლება შესთავაზოს სახელმწიფო. ბრუნდებით ეთერში მინდა ვთქვა რომ ერთი წამით არ გაჩერებულა დისკუსია ჩვენ სტუდიაში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე და საკმაოდ საკამათო თემაც არის და ალბათ ამაზე სახელმწიფოს დიდი ხნის წინ უნდა ეზრუნა, რომ აი ეს ყველაფერი არ მისულიყო აქამდე, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ადამიანებსაც უნდა ცოდნოდათ რა სიკეთე შეიძლება მოეტანა მათთვის ეს და ან პირიქით სახელმწიფოს გაეგო რომ იქ არ აეშენებინა სხვაგან ან გადაეტანა ყველაფერი ისე რომ ეს ადამიანებისთვის არ ყოფილიყო ასეთი შემაწუხებელი და მიუღებელი. ახლა ჩვენ მეორე თემაზე გადავდივართ და რა თქმა უნდა დისკუსიას შემდეგ გავაგრძელებთ. 200-მდე ახალი ჰესი, სწორედ ესაა დაგეგმილი ბოლო წლების სახელმწიფო განკარგულებების მიხედვით. ამ თემაზე დიდი გამოძიება უკვე გამოქვეყნებთ ის ამბების ვებგვერდზე, ვებ პლატფორმაზე, მასალაში დოკუმენტურად, ოფიციალურად ციფრებით დაგისაბუთეთ, რომ საქართველოს უცხოეთიდან შემოაქვს 10%-ზე ნაკლები იმ ელექტროენერგიისა, რასაც ქვეყანა წლის განმავლობაში მოიხმარს. თუ დენის მომხმარებელი გიგანტებს, კრიპტოვალუტის მწარმოებელ ფერმებს გამორთავთ, იმპორტის წილი კიდევ უფრო შემცირდება. მაინერებისგან ბიუჯეტში გადასახადები არ შედის, როგორც უკვე დათომ თქვა, ელექტროენერგიაში კი რიგით მოქალაქეებზე მრავალჯერ დაბალი ტარიფი აქვთ. რატომ ვაშენებთ მათთვის ათობით ახალ ჰესს, რომელიც ქვეყნის ბუნების განადგურებად უჯდება და რომელთაგან 31 რაჭის მდინარეებმა უნდა მოამარაგოს. დავიწყოთ მცირე ჰესებზე, ჯერ ვნახოთ ვიდეო და შემდეგ გადავიდეთ უკვე დისკუსიაზე. მაპატიეთ, მეც დავიბენით ცოტა.
როგორ იქცა ბუნებრივი რესურსები ჩვენი საერთო სიკეთე ერთეულების კაპიტალად. ამ რეპორტაჟში გვინდა მოგიყვეთ პოლიტიკაზე, რომელმაც საქართველო შეპესედ აქცია. ენერგეტიკის ხედვა კი იმ დროიდან არ შეცვლილა, როცა საქართველოს ქვეყნად ოფიციალურად არ აღიარებდნენ. ბუნებისადმი საბჭოთა სრულიად მომხმარებლური დამოკიდებულება ჰქონდათ. 100 წლის შემდეგაც გადაწყვეტილებების მიმღები პირები დასაქოქი თოჯინებივით იმეორებენ, რომ წყალუხვი ქვეყანა ვართ მაშინ, როცა წყლის ხარჯი მდინარეებში 100 წელია არ დაუთვლიათ. რა არის მაგ 6 ნაკვეთი? შენ სრულყოფილი ამბავი გაქვს. ყველაფერი კი. ალეკო სარდანაშვილი ემიგრაციიდან სამშობლოში 2013 წელს დაბრუნდა და სოფლად დასახლდა. მამაპაპისეულ კარმიდამოში. ხვანჭკარის მიკროზონის ცენტრში ახალი ვენახები გააშენა. ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენმა რომ ის განსაკუთრებული თვისებები მიიღოს, რითაც უნიკალურია, საჭიროა მიკროკლიმატი. ზუსტად იმდენი ტენი, ზუსტად იმდენი მზიანი დღე, ზუსტად ის ნიადაგი და ჰაერი, რაც იმ კონკრეტულ ზონაშია და არსად სხვაგან. ეკონომიკური და ტურისტული სიხარულის გარდა ალეკოსთვის მეღვინეობას ერთი აღსანიშნავი თვისებაც აქვს. გარემოსადმი მეგობრული დარგია, განსხვავებით ჰესების მშენებლობის დამანგრეველი გადაცებისგან. მიკროზონები და ეს მიკროკლიმატები საკმაოდ მძნობიარე არიან ყოველგვარი ცვლილებების მიმართ, რაც ბუნებაში ხდება, რაც შეიძლება ბუნებრივად ხდებოდეს, მაგრამ ასევე მძნობიარე არიან იმის მიმართ, რასაც ადამიანი აკეთებს იმ გარემოში და იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე. და ამ შემთხვევაში თუნდაც აი მდინარის დაშრობა, ტენიანობის მოკლება, მომატება, წვიმიანი დღეების მომატება, მოკლება, ყველაფერი გავლენას ახდენს აბსოლუტურად. აი ეს ბუნებრივი ლანდშაფტის შეცვლა სხვა ქვეყნებში მაგალითად ძალიან კაცრად არის შეზღუდული და სადაც სახელმწიფო თვლის რომ უნდა იყოს ღვინის მიკროზონა, იქ ვერავით არ მსგავს უზარმაზარ ნაგებობებს ვერ გააკეთებ და ვერ გააფუჭებ, ესე ვთქვათ, იმ გარემოს და იმ მიკროზონას, მაგრამ ჩვენთან ძალიან ესე ვთქვათ გაურკვეველი მოცემულობა არის, იმიტომ რომ ერთი მხრივ სახელმწიფო გეუბნება, რომ ეს არის მიკროზონა, ეს არის დაცული ტერიტორია, მეორე მხრივ გეუბნება, რომ მე ამ დაცულ ტერიტორიაზე უნდა გავაკეთო, რავი, 20, 30, 40 ჰესი, რაღაც დინარეები საერთოდ მილებში მოვაქციო, სადღაც დამბები ავაშენო, სადაც კაშკლები ავაშენო. რაღაცა ძალიან შეუთავსებელი არის ერთმანეთთან და საბოლოო ჯამში დიდ გავლენას იქონიებს მიკროზონის განვითარებაზე. ცუდი მიმართულებით, რა თქმა უნდა. სულ რაჭაში, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში 31 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. 7 სადგური უკვე მოქმედია. ამ 38 ჰესის დიდი უმრავლესობა ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ეკუთვნის, ხოლო დარჩენილი უმცირესობა მათთან დაახლოებული მილიონერები არიან. ეს მდინარე რიცეულაა, სადაც ჰეს ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია იშენებს. დოკუმენტის მიხედვით ის წელიწადში 20 გიგავატის გამომუშავებას გეგმავს, რაც ყოველწლიურად $1,200,000-ზე მეტს მოუტანს. სახელმწიფომ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით 1 კილოვატ-საათში მას მინიმუმ 6 ცენტის გადახდა აღუთქვა. მოგებიანი კონტრაქტი მთავრობასთან თავად ფაჩულიამ გააფორმა. ჰესის ასაშენებელი ყველა საჭირო ნებართვა კი, მათ შორის გარემოს დაცვითი ნებართვები, კომპანიის წინა მფლობელმა ადვილად მიიღო. კომპანიის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი ნანა ყეინიშვილი იყო. ბიძინა ივანიშვილის პარტიის ყოფილი დეპუტატი და ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. შემდეგი ნანა ყეინიშვილის შვილი. ოდესღაც აქ საფეხმავლო ხიდი იყო, მდინარის მეორე მხარეს ადამიანები გადადიოდნენ, იმიტომ რომ სახლი დგას და საკარმიდო მონაკვეთებიც არის. მდინარე რიცეულას ხეობა მესამე ჰესი უნდა ააშენოს ზაზა ფაჩულიას კომპანიამ. 2 ჰესი უკვე არის. და ამ ხეობაზე წერენ გარემოს დაცვის გადაწყვეტილებებში, დოკუმენტებში, რომ აქტიური მეწყერი არ არის და სინამდვილეში კი ვხედავთ ჩემს უკან, ზემოთ და ქვემოთ რაც ხდება. მეწყერი აქტიურ ფაზაშია, ჩამოდის, სველია, მიწა მოწყვეტილია და პირდაპირ მდინარეში მოიწევს. ხიდიც წაღებულია. როგორც ჩანს, არც მოსულან ან მოვიდნენ ნახეს, მაგრამ დამალეს ეს რომ ნებართვა გაეცათ.
პირდაპირ წერია სიტყვასიტყვით. მეწყრები ამჟამად აქტიურ ფაზაში აღარ არიან. 3 მეწყერია ამ ხეობაში აქტიური არადა. მიწის უზარმაზარი ნაპრალები დრონით გადაღებული კადრებიდანაც გარკვევით ჩანს. გარემოს დაცვითი დოკუმენტის შესადგენად კი მთელი პერიმეტრი ახლო მანძილიდან გულდასმით უნდა დათვალიერებულიყო. მეწყერი 2024 წელს კვლავ გააქტიურდა და მდინარე რიცეულაც კი ჩაკეტა, სულ რაღაც 300 მეტრში ფაჩულიას ჰესიდან. პროექტი ყველაზე რთულ, მესამე კატეგორიის საინჟინრო გეოლოგიურ პირობებში და 9 ბალიან სეისმურ ზონაში შენდება. მდინარის კილომეტრნახევრიანი მილსადენი 3 მეწყრულ უბანს კვეთს. გეზეშე კი ამტკიცებს, რომ პროცესები სტაბილურია. ზედა სოფელი ხა ზედა სოფელი წამოვიდა მეწყერი. სტიგია მოდა რა. წყარი და მეწყერი წამოვიდა მოაწვა მდინარეს. მდინარეს თავზე გზა იყო, გზის თავზე გლეხები ვიყავდა, 10 გლეხები ვიყავდა. რია შეყოლებას. და სულ ევიყარეთ იქიდან. და გამოგხდა ღამე. მდინარე მოდიოდა. გზა შემოვიდა ეზოში და ეზოში მე სახში შემოვიდა და მე აყარა ჩვენ უცებ ტელეგრამი წიგავდით ვაბეჯი მე მოასწარ თელი რაიონი ხო რომან რატიანი 1972 წლის ოქტომბრის ამბავს იხსენებს. ჭელიძეები, რატიანები, სულაძეები, გურულები, მთელი სოფელი, 100-მდე კომლი ერთ ღამეში აიყარა. იმ შემთხვევაზე ფაჩულიას სადმელი ჰესის გარემოს დაცვით დასკვნაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი. არადა იმავე ეპოქაში ჩაფიქრებული და დაგეგმილი ჰესებიდან ყველა გააცოცხლეს 21 საუკუნეში. ერთიც არ გამორჩენიათ. ეჩემ მოყობა რომ გააღმაკისებდა რომ ისმოდა შეძახილები და შუაღამეს მოხდა მოწყვეტა სოფლის. ახლაც ახალი ეს როგორც ცნობილია რაჭა მდიდარია წყლებით. და ამ წყლებს ზედოთ წყლის ძალა მოხდეს ღმერთმა რომ იციან თქმა წყლებს აქ ასაკუთრებული ძალა და მისი ასე მოფრთხილებაა საჭირო ყველა წყლის მიმართ. და ამიტომ ის გამჯდარია ფენებშია, ფერდობებშია, წყალი ხან დაბლობებშია და მე ეს გაზაფხულზე რომ ემატება ნადნობით ორივე მიწისქვეშა წყლები, გრუნტის წყლები რაღაცები იმატებს და მოცურებები ხდება. ეკლესიები და შუა საუკუნეების კოშკები. ჰესის მშენებლობის არეალში კულტურული მემკვიდრეობის 5 ძეგლია. სადმელი ჰესის მშენებლობისთვის ამოთხრილი ინერტული მასალების 40,000 კუბური მეტრი ფუჭი გრუნტის დასაწყობება იქვე მოხდება. დამეწყრილი ნასოფლარის, კლდის უბნის ძირში. რაჭის ბუნებრივი სიმდიდრე ერთეულების ხელში ხვდება, რომლებისთვისაც აქაურობა სამშენებლო მასალის ნაგავსაყრელია და არა სანუკვარი ტერუარი. მთელი რაჭა ტერუარი არის ჩათვალთ. აი ფრანგები რაც ეძახიან, ტერუარი გულისხმობს აი რაღაცა ჯაჭვს რა, ერთობლიობას, ნიადაგს, კლიმატს, ადგილმდებარეობას და ასე შემდეგ რა. მთელი რაჭა არის და ლეჩხუმი განსაკუთრებით კიდე თლიანი ადგილწარმოშობის ზონა რა, თლიანი ტერუარი არის მთელი რაჭა წარმოიდგინეთ რა და ესეთ რეგიონს რო ანუ ესეთი საფრთხის ქვეშ დააყენებ ჩემი აზრით, ანუ მინიმუმ არაკეთილი სინდისერი არის და ეს განწყობები იმიტომ აქვს პირველ რიგში რომ ჩვენ რო ნორმალურ და განვითარებულ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ და ეს ყველაფერი თავის სტანდარტების დაცვით კეთდებოდეს და ადამიანები ვინც არიან მესვეურები ქვეყნის, ანუ მართლა ფიქრობდნენ რეგიონის განვითარებაზე თავის ქვეყნის სიკეთე უნდოდეთ, გააკეთებდნენ ანუ ისეთი სტანდარტებით ამ პროექტებს და ისეთი მასშტაბებით, რომელიც მინიმალურ ზიანს მოუტანდა, თქვა თუ ჩათვლიდნენ, რომ ეხლა საქართველოს ეროვნული სისტემისთვის ეს პატარ-პატარა ჰესები რაღაცა განსხვავების მომტანი არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ როგორ გარემოში ვცხოვრობთ, ხო, ეს ველური კაპიტალი როგორ ჭამს იმ რესურსებს, რომელიც აი საერთოა, ხო, ადამიანების არის და შე რო ტყიდან უბრალო რაღაც გამხმარი ხის გამოტანის უფლება არა გაქვს, ვიღაცა შეუძლია თქვა რამდენიმე ჰექტარი გაჩეხოს და რაღაცა ობიექტი ააშენოს იქ ხო პირობითად. ხო და აი ესეთი განწყობა როცა გაქვს ადამიანს უნდობლობა ხო ან ოფიციოზის მიმართ მე რა თქმა უნდა გიჩნდება ეს კითხვები და ეს ეჭვები რა სამართლიანი რა რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ მოახდენს დადებით გავლენას იმ ამბავზე რითიც ჩვენ ცხოვრობთ ეს არ არის უბრალოდ ღვინის ნატურალური ღვინის დაყენება რაღაცა ბიზნესი ანუ ეს არის მართლა ცხოვრების წესი და ფილოსოფია და რაღაცა საკუთარი თავის ძიებაც იმ ადგილზე სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ 8 წელია ლევან კერვალიშვილი რაჭაში დაბრუნდა მის სოფელში ვენახი ბოლო 60 წელია არ გაშენებულა ამ საუკუნეში ის იყო პირველი
თავიდან ექსპერიმენტულ ღვინოებს აყენებდა. საკუთარ სტილს ეძებდა, საკუთარ ღვინოს. 4 წელია ბოთლებში ჩამოსხმა დაიწყო. ორიენტირი იმთავითვე ბუნებრივ ღვინოებზე ჰქონდა აღებული. ბუნებრივი ღვინის წარმოება არის მიმდინარეობა, სადაც ადამიანი ეკოსისტემასა თუ ღვინის დაყენებაში მინიმალურად ერევა. აქვს ჯანსაღი ეკოსისტემა, არ ხმარობს პესტიციდებს, ჰერბიციდებს, სისტემურ პრეპარატებს. ასეთ შემთხვევაში ღვინო თვითონ გამოხატავს თავისი დაბადების ადგილს, თავის ჯიშს, ავტორს. ღვინის დაყენება ისედაც ემოციური პროცესია და რა გასაკვირია იმედგაცრუება, როცა ჯერ იმას დაიჯერებ, რისიც 60 წელი აღარავის სწამდა. მერე ისწავლი, გარისკავ, იშრომებ, შვილივით ელოლიავები და ბოლოს ტელევიზორიდან გაიგებ. რაც შენს სოფელს ბუნებამ უბოძა, 1 მილიონერი ართმევს. რიონზე კაშხლიან ჰესტგამს და წერტილს უსვამს, შენს ახალ შენსაც და მომავალსაც მამა პაპისეულ მიწაზე. რა უთხრათ ეთპორალურმა დაუთმა შარკს? რა უთხრა და ჩვენო ცხოვრობთო გრენლანდიაზე. აი რა გვინდა ჩვენ, ანუ ვიყოთ რეგიონი, სადაც ძალიან ბევრი ჰესი იქნება, განხორციელდება სხვადასხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გარკვეულწილად ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად გარემოს დააზიანებენ, თუ გვინდა ვიყოთ აი ეს რაღაცა ისეთი ბუნებრივი ეკოსისტემის მქონე რეგიონი, სადაც ადამიანები აი თავიანთ საცხოვრებელ გარემოში მისდევენ იმ საქმიანობას, რითიც მათი წინაპრები იყვნენ დაკავებული და რაც მოთხოვნადი არის. პირველ რიგში ხა როცა მე მეღვინეობაზე ვსაუბრობ, ხო? იმდენად მოთხოვნადი არის უკვე აი ამ ბოლო წლებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ზუსტად ესეთი ტიპის ღვინოები, როგორც რაჭაში შეიძლება დააყენო. ამ პრინციპებით, რასაც ახლა მე ვსაუბრობდი, მაღალმჟავიანი, მსუბუქი, ნაკლებად ალკოჰოლური არის ძალიან მოთხოვნადი თემ სოფლიოში უკვე. ჩვენ ქვეყანაში არანაირად არ არის ხელშეწყობა ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე და ისევ და ისევ ეს რაღაც საეჭვო გარიგებებით ხდება ჰესების მშენებლობის, ნებართვების გაცემა. ხშირად შემდეგ წინააღმდეგობას აწევიან სამართლიან წინააღმდეგობას მოსახლეობიდან, რადგან მოსახლეობა არენდობა პროცესს, არ არის დარწმუნებული რომ ეს სიკეთეს მოუტანს და ანუ სიკეთებს რაც შეეხება უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის არავითარი სიკეთე არ მოაქვს პირიქით. ჩვენ ვიცით მაგალითები, როცა ბოლო წლებში აშენებული ჰესების გამო ადგილობრივ მოსახლეობას უამრავი პრობლემა შეექმნა. ისევ იმ საკითხს რომ მივუბრუნდეთ, როგორ გაინაწილეს მდინარე რიცეულა პარლამენტარებმა და ზაზა ფაჩულიამ, ასაშენებელი სადმელი ჰესის გარდა, იქ 2 ჰესი უკვე მუშაობს და ყოფილი დეპუტატის დავით ბეჟუაშვილის კუთვნილებაა. როგორც ყველა დანარჩენ სადგურებს, რიცეულა ჰესსაც და რაჭა ჰესსაც მდინარის წყალი არ ყოფნის წლის იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანას ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს და ენერგოდამოუკიდებლობის პროპაგანდისტულ მისიაშიც ვერავითარი წვლილი ვერ შეაქვს. ახლა ამ ჯაჭვში ფაჩულიას ჰესი დაემატება. ოდნავ ქვემოთ ფაჩულიას ბიზნეს პარტნიორის გოჩა ენუქიძის სადმელი 2 ჰესი აშენდება. რიცეულას წყალი ახლა ენუქიძის 1200 მეტრიან მილებში გაივლის. ქართული ოცნების დეპუტატის ენერგეტიკული ამბიციები ამ ხეობით არ შემოიფარგლება. ონის მუნიციპალიტეტში მდინარეს საკაურაზე მას კიდევ ერთი სადგურის, თითქმის 5 კილოვატიანი საკაურა ჰესის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. გონა მთისრაჭაში საზღვრისპირა სოფელია. რუსეთს ესაზღვრება პირდაპირ. არავინ ცხოვრობს აქ მთელი 6-7 თვის განმავლობაში. ამ სოფელს არც შუქი აქვს, არც სატელეფონო კავშირი და არც ინტერნეტი. არადა რამდენიმე წელია სოფლიდან სულ რაღაც 5-7 წუთის სავალზე ახალი ჰიდროელექტროსადგურია, საკმაოდ დიდი ზომის, მაგრამ ერთი მავთულიც კი არ ამოჭიმეს სოფლამდე. ამიტომ აქ ხალხი აღარაა. ზამთარში მათ გარდა არავინაა. აღარიცი გაგეცინოს თუ შეგეშინდეს. არაფერი ისე არ გავს საქართველოს, როგორც ეს ზღაპრული სოფელი. ერთი მხრივ თვალწარმტაცი და მშვენიერი, მეორე მხრივ გაძარცვული. ამ ჩვენი ლამაზი დროშასავით დაკონქილი. დახავსებული, გაუკაცრიელებული, უპატრონო, უშუქო გონადან 10 წუთის სავალ გზაზე ჭიორა ჰესი გუგუნებს. მიდის ტრუბები და აი ტუნელია გახვლეტილი. გადადის იქითკენ, ჭიორისკენ. დიდი გვირაბია?
ჩემ სიმაღლე ტრუბები აწყვიაში. რამდენი მეტრია მთაში ეგ გვირაბი? 700 მეტრი. ჭიორა ჰესის უკანაც გავლენიანი ფიგურები დგანან. სულხან პაპაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი და გივი გიგინეიშვილი, სახელმწიფო ენერგოსისტემის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი გიგინეიშვილის ძმა. 750 კომლი იყო და 100 კომლი აღარ არის ხებში. 800 უღელი ხარი იყო, აქაც ტონიანი ხარები იწოდნენ. ტონიანი ნაკლები არის. ერთი ხარი აღარ ავისახარ. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს ჰესს გამომუშავება მხოლოდ 3 თვეში ჰქონდა. 2026 წლის მონაცემებით კი არაფერი გამოუმუშავებია. ფეთქებადი საშიში მიმდინარეობს სამფეთქებლო სამუშაოები. აალებადი ნივთიერება მაღალი წნევა. თავის დაცვა. ანუ რამდენი იქნება ეს? 3 მეტრი. ან შეიძლება მეტიც. სეისმურად ისეთი მაღალი რისკის ზონაში, როგორიც რაჭა, აფეთქებებით კილომეტრიანი გვირაბები გახავთ. ჰესს თანსდევს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რომლებმაც გლოლის გადასახვევიდან ღებამდე მთელი ხეობა დაკსელა. ხაზები პირდაპირ საავტომობილო გზას მიუყვება და ხეობის უნიკალურ ლანდშაფტს სრულად ამახინჯებს. ისედაც ადამიანის ჩარევის გარეშე საკმაოდ დაზიანდა ეს რეგიონი ბოლო რამდენიმე 10 წეულის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ პატარა ჰესების შემთხვევაშიც რამხელა ზიანი აქვს გარემოს მიყენებული. არაფერი არ კეთდება იმისთვის, რომ მიგრაცია შეჩერდეს და პირიქით მიგრაცია აწყობს ამ ხელისუფლებას, იმიტომ რომ მსგავსი მასშტაბური პროექტები უფრო მარტივად გააკეთოს. მთის ამბების ბოლო რეპორტაჟში ენერგეტიკის თემაზე დოკუმენტურად ოფიციალური ციფრებით დავასაბუთეთ, რომ საქართველოს უცხოეთიდან შემოაქვს მხოლოდ 10% იმ ელექტროენერგიისა, რასაც ქვეყანა წლის განმავლობაში მოიხმარს. თუ დენის მომხმარებელ გიგანტებს, კრიპტოვალუტის მწარმოებელ ფერმებს გამორთავთ, იმპორტის წილი კიდევ უფრო შემცირდება. მაინერებისგან ბიუჯეტში გადასახადები არ შედის. ელექტროენერგიაში კი რიგით მოქალაქეებზე მრავალჯერ დაბალი ტარიფი აქვთ. რატომ ვაშენებთ მათთვის ასობით ახალ ჰესს, რომელიც ქვეყანას ბუნების განადგურებად უჯდება? ადგილობრივ ფერმერებს მთელი ცხოვრების ნაწვალებს წყალში უყრის და ტურიზმის პერსპექტივას სამუდამოდ კლავს. იმპორტზე დამოკიდებულება დღევანდელი რეალობა არ არის. ეს პროპაგანდის მიერ შეთხზული მითია. ენერგოდამოუკიდებლობის საფრთხობელა. მეორე ნაწილი იწყება პრინციპში აქ არ გაჩერებულა ესეთი დავა და ცხელი კამათი თუ შეიძლება ასე ითქვას. მე ახლა გელას მინდა დავუთმო დრო და მას აქვს შეკითხვები გიორგისთან, რადგანაც მე გიორგის დავუთმობ დროს, რომ გიორგიმ გასცეს ამ შეკითხვებს პასუხი. პრინციპში არნაირი შეკითხვა არ მაქვს, იმიტომ რომ მოლოდინი მაქვს, რომ ერთ-ერთ პასუხს ვერ მოვისმენ მისგან საწყაროდ. ხო, ამიტომაც გონია, რომ კითხვის დასმას აქ წარმოდგენილი რესპონდენტთან აზრი არ აქვს. თუმცა ჩვენ ნახეთ ახლა რეპორტაჟი რაჭიდან, ეს რეპორტაჟი არაფრით განსხვავდება, ამ რეპორტაჟში ასახული ვითარება არაფრით განსხვავდება საქართველოს სხვა რეგიონებში ნანახისგან, მოკვლეულისგან და გამოძიებულისგან. სურათი არის თითქმის ყველგან ერთი და იგივე. ჩვენი წინა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც დაახლოებით, არ ვიცი, 9 წელზე მეტი ხნის წინ მოვამზადეთ და ვაჩვენეთ, მათ შორის ფორმულას მაყურებელმაც, ზუსტად ამ თემებზე უყვებოდა საზოგადოებას ის, რომ 200-მდე ახალი ჰესის განკარგულებიდან, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის და მათ შორის წინა მთავრობის პერიოდში არის გამოშვებული, უმეტესობა, რამდენიმე ათეული, მინიმუმ 60-ზე მეტი, არის დაკავშირებული მოქმედი და ყოფილ თანამდებობის პირებთან. მოქმედი და ყოფილ თანამდებობის პირებთან ხაზს უსვამ. აი მაგალითად, კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ დღევანდელი ქართული ოცნების მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, როდესაც დაინიშნა მინისტრად, ამის შემდეგ მიიღო სამთავრობო კონტრაქტები გარანტირებულ შესყიდვასთან დაკავშირებით მისი ძმის და მამის კომპანიამ ქართული ოცნების ხელისუფლების დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად. ანუ ამ ჰესების მშენებლები ეგენი არის. ასე ხდება ხოლმე. ანუ
ძირითადად ის ჯგუფები იღებენ ამ სამთავრობო კონტრაქტებს მრავალწლიანი გარანტირებული კონტრაქტი მთავრობასთან შენ წაიღებ გარანტირებულ შესყიდვას და ყველა იღებს მაგარანტირებულ შესყიდვას ანუ რა არის რაღაც განსაკუთრებული ერთი მითხარია ეგ ის არის განსაკუთრებული რომ გარემოსტაციის მინისტრი რომ დავაშენო სადგური შენ მიიღებ გარანტირებულ მისი ძმა რა პრობლემაა მისი მთავრობის კაბინეტის წევრობის პირობებში იღებს სონგულაშვილი დამცველად ნუ გამომიყვან მაგრამ კაცი რომელიც ბოლო 50 წელია ბიზნესს აკეთებს ანუ არ უნდა გააკეთოს ანუ მუთაკა შეინახოს ფული და ენერგეტიკაში ფული არ ჩადოს მაგას ამბო ეგრე უნდა გააკეთოს დაანებოს ბიზნესს ინტერესთა კონფლიქტი მაგაში არ არის ჯერეგეთი მანამდე დაიწყეს ეხა მართლა დამცველად ნუ გამომიყვან მანამდე დაიწყეს ეგ საქმიანობა და მერე დაინიშნა მე და გარემოს დაცვის მინისტრის პერიოდში გარემოს დაცვის ნებართვის გარდა უამრავი სხვა სანებართო პროცედურები გავლილი თორე ჯერ არც გეზეში აქვს და არც კონტრაქტი რომელი კონტრაქტი ეკონომიკის სამინისტროსთან რაც გააფორმეს ხო ანუ მემორანდუმზეა ხო მან რა შუაშია ძმა მაშინ ძმის და მამის არის კომპანია რას ქვერაში ხო და რა გარემოს დაცვის მინისტრი არის და ეკონომიკის სამინისტროსთან გააფორმებ რა შუაშია მან ქართული ოცნების თავრობის კაბინეტის წევრი არა რა მერე რა არის მერე შენ თუ გინდა მე რომ ვარ თავრობის კაბინეტის წევრი თავრობის კაბინეტის წევრი ანუ განკარგულებას გამოსცემს მთავრობა და მე რომ იმ მთავრობის წევრი ვარ და ჩემს ძმას და მამას ვაძლევ 5 ჰესის მშენებლობაზე თელ ცხენის წყლის მემორანდუმის გაფორმებას კვლევები გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტს მაგ ინტერესთა კონფლიქტი არ არის გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტს უფორმებენ ყველას შენს რომ ყველას მაღალი მოქმედ ხომ ჩამოგითვალეთ წეღა დავიწყოთ ისე სულხან პაპაშვილი გიგინეიშვილი ენუქიძე ჯაფარიძე ხო ნუ ეხა სახელმწიფოებს რაღაცებს მაგაში რუსეთთან დაკავშირებული პირები მაგაში ვერ გამოყვები მაგრამ უამრავი სადგურები არის უამრავი სადგურები არის რომლებსაც არ ვიცი ეხა მაგაში ვერ გამოყვებით ხო მაგას გეუბნები ანუ ვერ უარყოფ ხო და მე მაგაში ვერ გამოყვებით რომ არ ვიცი და ვერ დავიწყებ ჭორაობას ფაჩულიას ეს ხომ მქონდა ახლა რეპორტაჟი ფაჩულიას ეხა გიპასუხე ეს მე ვაშენებ კი ეხა გიპასუხე მიიღო ამ ჰესის მშენებლობაზე ნებართვა ვინ მიიღო ნებართვა ჯერ არ არის გაცემული ნებართვა არ არის ეხა შევიტანე ნებართვა ჯერ გაცემული არ არის პროცედურები რომ გაიარა ამ ჰესის პროექტმა ვის ეკუთვნოდა ეს კომპანია შეფესე სადმელი ჰესი თქვენ არ ამბობთ მე ვაშენებო გეკითხებით ვის ეკუთვნოდა მითხარით ვის გაზა ფაჩულიამ შეისყიდა არა ფაჩულიამ ვისგან შეისყიდა ვის და ნანა ყეინიშვილი ვინ გოჩა ენუქიძე ნანა ყეინიშვილი გოჩა ენუქიძე მომისმინე ეხა გეტყვი ან ფაჩულია პარტნიორი ფაჩულის პარტნიორი გოჩა ენუქიძე ამ ჰესშიც არის გეტყვი რა პრობლემა არის მნიშვნელოვანი რაღაც პრობლემა რა ეხლა ანუ ენუქიძეს რა პრობლემა არის მითხარი ეხა გეტყვი სად ამბობთ ხუილს ეხა გეტყვი ანუ პარლამენტი ეხა ქართული ოცნების პარლამენტის წევრი რომ არის თან რაჭიდან დელეგატად წარმოდგენილი და მთელ რაჭაში კასკადურ ჰესებს რო აშენებს და ნებართვებს უპრობლემოდ იღებს ეს პრობლემას არ ქმნის არ წარმოადგენს ნებართვა ჯერ არ არის გაცემული ტყუილსიძახ გარემოს დაცვით პროცედურებს ხომ გადის ხო ჯერ არ არის დადებითი გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება არ არის გაცემული ფაჩულიას ესე შენებლობის ნებართვა არ არის გაცემული გარემოზე გიორგი ვარჩევ შენებლობის ნებართვას გარემოზე არის კი გავიარეთ დადებითი გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება გავიარეთ შევისწავლეთ გამოვიყვანეთ ყეინიშვილი ხომ იყო ქართული ოცნების პარლამენტის წევრი არა აბა რა იყო არ არის რა ვიცი არ არის წევრი ბიზნესში რა სკოლა ბატონო 4 წელი იყო ეხა მაგდროს მიიღო მაგდროს გაიარა რა მაგდროს არ გაუღია დეპუტატების კომპანიები რო პროცედურებს გადიან დინარეებს ჯიბეში იდებენ და მრავალ კილომეტრზე რომ მილებში უნდა მოაქციონ და ბევრი დამშრალი მდინარე გვინახავს რა არის ხუილი ხდის ხეობაში არის ერთი ეხა გეტყვი რა არის არა ერთი წამი ხდის ხეობაში არ მინდა ეს კალმის გადმოგდება ხდის ხეობაში მდინარე დაშრა მდინარე ბროლის წყალი დაშრა თუ არა აშრობს აი ვინც აშრობს ერთად არა რის საფრთხე ეძაშენ ერთად წავ თქვენი მეგობარი იორდანიშვილებმა რო ააშენეს ვინც და კიდე რუსეთის მოქალაქემ ყაზბეგში დაიარის ვერ გამოყვები ეხლა ვიღაცა ჭორაობაში ვერ გამოყვები რა არის ჭორაობა არ დაშრა ვიღაცა რუსეთის მოქალაქეებზე რო ლაპარაკობ მე არ ვიცი კონკრეტულ ჰესზე გინდა ლაპარაკი ხო თუ რა კონკრეტულ სადმელი ჰესზე გინდა არ არიან რუსები სადმელი ჰესზე გინდა ლაპარაკი კი მინდა მაგრამ არ შემოგვიყვება მცირე ჰესები მდინარე ხდის ხეობაში მდინარე ბროლის წყალი დაშრა თუ არა მდინარე თერგი დაშრა თუ არა ხადორის პანკისის ხეობაში მდინარე ხადორის იორდანიშვილი დაშრა თუ არა რა როშკის ხეობაში ზუმბურიძემ რომ ააშენა ხევსურეთში პირახეთა ხევსურეთში როშკის ხეობაში კასკადი რომ ააშენა უდაბნოა ყველა თქვენ არ გინახავთ იმიტომ რომ არ დადიხართ ეს თქვენს ინტერესებში არ შედის და ჩვენს ინტერესებში შედის რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს ეხა შენ ერთეულების ფულის კეთების ხარჯზე კარგი გარემოს ზიანზე იმიტომ ამბობთ რომ დემაგოგია მდინარე ეხა რუსებს არ არის რუსების ეს როდესმე გამოგიკლევი ან სიუჟეტი გაიკეთებია კაშში რო სასაკლაო არის და ტონობით რო სისხლს ხავენ წყალში როდესმე გამოგიყვებია არ
შენ როდესმე ყველაზე მთავარი თემები არის ბოსადგური შესაძლებლობა შეგვიძლია რეჟიმმა რომ მედიები მოსპოს და მოახჭოს მოგუდეს დემაგოგია არის რა დემაგოგია რუსული კანონებით რომ სპორტმენია ნუ ხა პოლიტიკა ასეთი გამოკვლევის შესაძლებლობა ენერგეტიკაზე ველაპარაკები კანონებზე გადახვედით თქვენ არ წახვედით ეხლა რატომ არ იკვლევო და ვეღარ ვიკვლევ რასაც ვიკვლევდი იმასაც ვეღარ ვიკვლევ თქვენც ვეღარ გამხელთ სამწუხაროდ იმიტომ რომ მოგუდეს ბოსადგურები შენ არ გაინტერესებს დღეს რომ სტუდიაშიც ხარ ძლივს არსებობს ბოსადგურები ვეღარ გადის უკვე საზოგადოებას ვეღარ აჩვენებენ იმიტომ რომ ფული ვერ გადაიხადეს და გამორთულია რა ბოსადგურები არ გაინტერესებს რომელიც კატასტროფა არის ეკოლოგიური და კიბოთი იხოცება ზუსტად მაგითო ხალხი რომ ემისიები ეფქვევა არ გაინტერესებს დინარე ხრამში დინარე იმაში ფარავანში იმიდან ფერმებიდან მომისმინე არ მინდა ეკოლოგიური კატასტროფა ფეკალიებით რო არის გავსებული არ გაინტერესებს გაინტერესებს მარტო დინდა ამ თემაზე უმუშაობა ენერგეტიკას დაატყვა ჩემი მიმართულება ბოსადგურებზე ვინ არ მუშაობს ერთი პროტესტი არ მინახავს ბოსადგურზე შემოსული გაზის ტარიფი რა კონფიდენციალური ვინ არის კონფიდენციალური სემექსში შედი და წაიკითხე ფასი რა არის გაზის ფასი გაზის ფასი წაიკითხე ადექი თქვი გაზის ფასი ადექი და ადექი კი $100 არის ყველაზე იაფია რომელი თბოს სადგურში დამწყარი გაზის ფასი ერთი წამი რაჭაზე თქვენ დემაგოგს არ გეძახით რომ გამოაქვეყნა ის კონტრაქტი გაზპრომთან უკაცრავად რომელმა უსაფრთხოების სამსახურმა დაურეკა და აღებინა ეს კონტრაქტი სიგიჟეა არის არ გვინდა რა სამედიებზე გეხვეწებით არ გვინდა კი და ავსტრიაში აკეთებენ ზუსტად იგივე რაღაცას შარჩო დირექტივა გაგიგია საერთოდ ჩვენთან მყინვარის ძირში ჰესებზე რამდენი ადამიანი დაიღუპა არა ერთი წუთით ეკოლოგიურ ხარჯზე რო ლაპარაკობ მითხარი 9 ადამიანი დაიღუპა საქართველოში 2017 წელს USAID-ის დაფინანსებით სხვათა შორის გზამკვლევი რომ 9 ადამიანი ხან დაიღუპა 100 მილიონ კითხოს რომ აყრი ერთი წამი რა მოდი რაჭა დავამთავრე დაასრულეთ ამაზეც მიპასუხე რაჭაზე ამბობთ რომ 4 ჰიდროელექტროსადგური უნდა ამბობდი ეგრე 4 ამბობდი კი რა ადასტურებ დიახ ადასტურებ რომ ბეჟუაშვილს აქ 2 ჰესი დიახ მე სინამდვილეში იცი რა ხდება ერთი ჰიდროელექტროსადგური არის სადაც ერთი შენობა არის და უბრალოდ საკადასტროები არის გაყოფილი უბრალოდ ერთ ქვია რაჭა ჰესი ერთ ქვია რიცეულა ჰესი და უბრალოდ შენ რომ ნახე რომ 2 ჰესია გეგონა რომ 2 ჰესი არის სინამდვილეში არის ერთი შეგიძლია წახვიდე და გადაამოწო ეს ერთი თემა მეორე თემა არასწორი ეხა სიტყუები ნახე ახლა სიტყუები აი რა სიტყუები მუშაობდი და ახლა ვეგეთყვი რა სიტყუები ორი სადაწნაო მილსადენი ჩამოდის ფაზე ხო მე ერთ მეორე და ერთი სათავეა ერთი ახლა სიტყუები და არ მაძლევ შესაძლებლობას რომ იტყუები ეგ გითხრა ახლა აი გითხრა ორი სადაწნაო მილსადენი ჩამოდის საბედნიეროდ მაყურებელმა ნახა ეს კადრები და ნახა რომ ორი სადაწნაო მილსადენი მოდის ესებში ორი სხვადასხვა ჰესია მათ შორის სამართლებრივად ორი სხვა ერთი წამი ენერგობალანსი არა მარტო საკადასტრო არ არის გაყოფილი ენერგობალანსში მათ შორის ორი მიმწოდებელია ცალკეა შეპესე რიცეულა ჰესი ცალკეა შეპესე რაჭა ჰესი ეს ერთი ეს კიდევ ერთი აშენო ჰესი ეგეც არიცი ეგეც არიცი ორი სხვადასხვა ეგეც არიცი დგას შეგვიძლია ეგეც ორი სხვადასხვა გამოსასვლელი ორი სხვადასხვა პანზი არ დგას ერთი გამოსასვლელი და ერთი სათავე ორი სხვადასხვა გამოსასვლელი თქვენ ხართ აზრზე მომისმინე ერთი წამით შეგვიძლია აშენო სადგური ერთი სათავე ნაგებობა ერთი ჰესი შენობა გაკეთო ორი ტურბინა გაკეთო შუაში და პრეტენზია მეორე არის ეხლა რა შემდეგი ორი ჰესი ეს ერთი შევთანხმდით ერთი სადგური არის ძალიან გთხოვ ეხლა რა შეიძლება ეხლა როდესაც ერთი სათავე არის ერთი სადგური და ერთი ჰესი შენობა არის ეხლა რა შეიძლება ტექნიკური საკითხი არის დანარჩენი გაყოფა სადმელი ჰესებზე ეხლა რა შეიძლება სადმელზე ორი ჰესი შენდება ორი ჰესი არ შენდება ერთი ჰესი გეთანხმებით რომ არის ზაზა ფაჩულია ამ კომპანიის ასე ვთქვათ მთავარი მეწილე და ამაში ცუდი რა არის ერთი ჰესი კეთდება იმის ქვემოთ აღარ კეთდება არაფერი 4-ს რომ ამბობდი უკვე ორი გახდა ეგა მე გეუბნები მე ვაკეთებ მეთქი მე ვაკეთებ სადმელზე არაფერს არ აკეთებს გოჩაუნზე ზაზა ფაჩულია ესში რა პოზიცია გიკავია დირექტორი ხართ პროექტის მენეჯერი გასაგებია პროექტის მენეჯერი ეხა მომისმინე კომპანია არ მომთავრებინე მეოთხე ეხა სხვაგან გადადიხარ არა გეშლება განკარგულება მაქვს ხო და მე შეიძლება ამოწერილი მაქვს ხო და მაგას გეუბნები ერთი განკარგულება მაქვს ერთი ჰესი არის ეს ფაჩულია და ეს არის ენუქიძე ერთად აშენებენ ერთი ჰესი არის ფაჩულია არის თავის 100%-იანი მეწილე ერთი ჰესი არის რა ქვია აშენებს ზაზა ფაჩულია სუდი ამაში გაარი
რა არის ამაში ცუდი მითხარი? ცუდი კი არ არის. რა არის ცუდი? ენერგეტიკაში კაცი რო ფულს დებს. რეპორტაჟისთვის რომ გეყურათ. ცუდი რა? რეპორტაჟისთვის რომ გეყურათ. მეწყერები და დავიღუპეთ და უბედურები. და რა რისთვის აშენებს ამ ფაჩულია? აბა გასაგებელი უნდა მიიღოს საზოგადოება. ხალხი უნდა დასაქმოს, ჯერ ეგეთი ენერგეტიკა ყველაზე დიდი ხალხი უნდა დასაქმოს. ადგილობრივი. სად გინახავთ ცირე ჰესებზე ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ დასაქმებული. სად იქნება დასაქმებული? 19-17 მეგავატია ჭიორა ჰესის სიმძლავრე და 10 კაცი მუშაობს 400-500 ლარი აქვს თელფასი თვეში. ეგ ძალიან ცუდი. მე 400-500 ლარი ჭიორაში აქვს 400-500 ლარი ჭიორა აშენდა იმის მერე თქვენ რო ხართ ყოფილხარ თქვენ არ დაუხტუნო პრაქტიკას არ მაინტერესებს ჩემ პრაქტიკას გტუნვას ეძახით ეგ არის გამოცდილება ჩემ პრაქტიკა ფაქტობრივი მონაცემები ჩემ პრაქტიკას არასწორად ამბობთ ხო და აი ადამიანი იქნება დასაქმებული მუდმივად რიცეულაზე მიუბრუნდეთ რისთვის აშენებთ რიცეულაზე ჰეს აგერ მე მაქვს საბედნიეროდ კარგია რომ წამოვიდე რიცეულაზე ვაშენებ და კიდე სხვაგანაც ვავაშენებ კი ბატონო ნახეთ ახლა ამ მდინარეზე ამ მდინარე რიცეულაზე ხომ არის რაჭა ჰესი და რიცეულა ჰესი როგორც მე ვამბობ რომ ორი ჰესია თქვენ ამბობთ რომ ერთი ჰესია როდის გქონდათ დეკემბერში იანვარში თებერვალში აგვისტოში რა გამომუშავება ქონდა ნული ვერ ექნება და გამორიცხო რემონტზე თუ იყო გასული არ ნუ რა რემონტზე იყო გასული რემონტზე კი არ იყო ზაფხულში წყალი კოჭებამდეა და ზამთარში წყალი არ მოდის კოჭებამდე არა ნეკათითამდეა კოჭებამდეა კი აი იმ ხალხს რომ უსმენდე ვისაც აქ ლანძღავთ ხოლმე გეტყოდნენ დაგუბებულია იმხელა მდინარე რაჭვემელს სადმელის მცხოვრებლებს და მეზობლებს ხანჭკარის მცხოვრებლებს კი ყველას დასცინოდით ეხლა რეპორტაჟში დემაგოგი ხარ ხო მაგას დემაგოგი მე ვარ აგერ ვისხედი დემაგოგი ხარ სვანებსაც კი დასცინოდით დავცინოდი სხვანებს არ დავცინოდი შენ დაკეთებულ შიუზეც ამბობდი რომ ზემოდან კიდე უნდა დაგედო მუსიკა თქო რომ უფრო მძაფრი ყოფილი თქო მძაფრი არასაც ხალხი ამბობს და რაზეც ის გეუნებოდი მაგას ეს არავის არ აინტერესებს ახლა რაზეც ვლაპარაკობთ დემაგოგი ხარ ჩაულებრივი ჯერ აჭაზე ლაპარაკობ მე რიცეულას 0 რატო ქონდა ხანდახან არის კი იცი როგორი შემთხვევები არის მოდი გეტყვი და მესამე ჰესრისთვის ახლა 4 თვე თუ გამომუშავება არა ხანდახან გეტყვი როგორ არის ხანდახან არის რომ ისეთი პერიოდი შეიძლება იყოს რომ წყალი აგვისტოში პირობითად ეკოლოგიურ ხარჯზე რაც უნდა დატოვო იმაზე დაბალი არის ხოლმე და რა შვები ამ დროს უნდა გათიშო სადგური და მთლიანად დინარე უნდა გაუშვა რომ არ გამოიყენო ეკოლოგიური ხარჯი და არ დააშვა ეგ არის სწორი და თუ აგვისტოში იყო გათიშული ესე იგი ექსპლუატაცია სწორედ მიდიოდა მაგრამ აი დინარეში მცირე ჰესის მშენებლობით ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა რომ გინდა აი ამ მიც და პროპაგანდას რომ ავრცელებთ რომელიც ინგლისში დეзинფორმაციაა ხუდონის მცირე ჰესია მე მომისმინე და ამთავრებინე ახლა მცირე ჰესებზე ხო და გიყვები ხუდონის აშენებით ნესკრას აშენებით იყვები ამახვანის აშენებით მათ შორის მცირე და საშუალო ჰიდროელექტროს სადგურების აშენებით მათ შორის ქარით და მათ შორის მზით 50 მილიარდ კილოვატსაათს რომ მივახცევთ გავხდებით ენერგოდამოუკიდებლები დიახ იანვარში 59,976,000 კილოვატსაათი გამოიმუშავა 86-მა მცირე ჰიდროელექტროსადგურმა 59 მილიონი კილოვატსაათი. უნდა დავამატოთ კიდე 100 ეგეთი. 100 არა 150. ეხა უყურე, რა ქვია, ცოტა ზევით რო ავინაცვლოთ შუახევი ჰესზე. შუახევი 187 მეგავატიანმა ჰესმა ეგრე არ არისო მითხარი წინა. დაბა რა გინდა, ზამთარში რა გინდა? 12 მილიონი. ხო და სადგურია ვაშენ. არა, ერთი წამი. რაც სადგურები ავაშენ. ზაფხულში ისედაც მაქვს ელექტროენერგია. ეს აშენებ, იმიტომ რომ როდესაც გაზაფხულზე ისედაც ფაქტიურად წყლის დაღურის რეჟიმში ვართ გადასული, შენ გარანტირებული შემოსავალი მიიღო? არა, ჩვენ გარანტირებული შემოსავალი არ გვაქვს. აბა ზამთარში ვერ ეს ევროკავშირის დირექტივებს და გადახტი უკვე. გამის კითხვა და გადახტი. რაზე გადახტი? ზაფხულის თვეში და ჩვენ ეს 4 თვე არ გვაქვს გარანტირებული. ხო ყიდი ბძდეს რა მნიშვნელობა აქვს? ყიდი, როცა არის მოთხოვნა ყიდით, მაგრამ რა შუაში არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა? იმ შუაში რომ დეფიციტი გვაქვს ჩვენ 30%-იანი. იანვარში რა შვები? იანვარში 60%-იანი დეფიციტი გვაქვს, საერთოდ მთელი უბედურება იანვარში შენი ჰესი რა შვება? უნდა ავაშენოთ კიდე ბევრი შენი კონკრეტული ჰესი 30%-ზე. რომელ 30%? 30%-ის გამომუშავება. რამდენ მილიონ კილოვატსაათს გამოიმუშავებს? 30%-ზე მუშაობს მთელი რამდენ მილიონ კილოვატსაათს 60 მილიონია თუ 60 მილიონი იანვარში? რაც არის რა ჯამში? რა 60 მილიონი? ვის 60 მილიონი? 187 მეგავატიანი 12 მილიონს გამოიმუშავებს. რაც არის? 0 რაღაცას გამოიმუშავებს. 0 არა, მთლიან სადგურებზე ხო ამბობ? მთლიან სადგურებზე კი არ გეუბნები. 59 მილიონს გამოიმუშავებს. 86 ჰიდროელექტროსადგური.
59 მილიონი კილოვატ-საათი არის იანვარში ერთი დღის საქართველოს მოხმარება. ხო და მომისმინე ზუსტად მაგას გიხსნი, არა, ერთი დღის მოხმარება არ არის. აბა რამდენი დღის მოხმარება? ზუსტად ეგაა პრობლემა, რომ ჩვენ არ ყოფნის ეგ ელექტროენერგია და ზუსტად ეგაა. და პატარა ჰესებს რო აშენებ, აქ გაზრდი რა რა თქმა უნდა, 60 თუ არის გაიზრდება 120 გახდება. 120 გახდება, 200 გახდება, 400. ხო, რაც უფრო მეტ შეიყვან, ექსპლუატაციაში გაზაფხულზე რა ხდება? შავი ზღვის კაბელი უნდა ვაშენო და უნდა გავიკაბელი ჯერ აშენე, მე ექსპორტი უნდა ვაწარმოო. ექსპორტი რა, თურქეთის მიმართულებით, აზერბაიჯანის მიმართულებით, გენერაციის 74% არ უნდა ვიყო. გენერაციის 74% მოდის ჰიდროელექტროსადგურებზე. ანუ რა ვაკეთებ? იმპორტი ვაკეთებ. შენი გამოსავალი. რა იმპორტი მაცალდა გეუბნები. არა, მიპასუხე ამაზე. შენი გამოსავალი რა არის? გეტყვი რაც არის. პირველი კრიპტო ინდუსტრია უნდა დარეგულირდეს სრულად. კი ბატონო, უნდა ბეტი გადასახადი გადაახდებინო. ბეტი გადასახადები კი არა გადაახდებინო, უნდა DGG-ს რო არ ახდევინებენ ელექტროენერგიის ტარიფში. აი ეს თუ გადაახდებინო თავისუფალ ეკონომიკაში. სვანეთში ყველაფერის რეგულაცია უნდა გააკეთო. გამიგე? ისი რეგულაცია? ვიშეთ კრიპტოვალუტის აღრიცხვა უნდა აწარმოო. მინიმუმ ვინ არის და ვინ გამოიმუშავებს იმ კრიპტო ინდუსტრიას. ეს მეორე, გეთახმები. მეორე, ენერგოეფექტური ღონისძიებები. შეგიმცირდა მაგითი მოიცემ. შეგიმცირდა ელექტროენერგია მაგითი? როგორ შეგიქია გათიშე და არეგულირე? არა, ერთი წუთი. გათიშე ანუ დაადექი და გაითიშე ხარე? ანუ არ შეგიმცირდა. არა, ერთი შეგიმცირდა. როგორ არ შეგიმცირდა? ელექტროენერგია არ შეგიმცირდა. DGG-ს გადაახტევინებ და ნახავ თუ არ გამორთავს თვითონ. კარგი, ოკეი. გამორთა. არ გამორთავს? აი, მე რა შეგიმცირდა მაგ. შეგიმცირდა. ანუ შენ გონია რომ კრიპტო არის, ინსტრუმენტი ჩვენ მოხდება გვეძნება. გეუნები, არ მარტო ეგ. არა, ერთი წუთი, ტურიზმი ამოაგდე. სოფლის მეურნეობა ამოაგდე. ელექტრომაგნიტების შემოსვლა ამოაგდე. ახალი აგადავხდი მეურნეობი მარტო კრიპტო არის. კრიპტოა მარტო, იმიტომ რომ კრიპტოს თუ გამოვიდო სტატისტიკურად საქართველოს მოხმარება დაახლოებით ეს ხუილი, კონტროლი მაგალითები მოგიყვანა ორი საწარმო. დემაგოგია გიხსნი. ორი საწარმოს კონკრეტული მაგალითი მოიხმარს. ძვირფასო მაგალითი. ფერო არ მოიხმარს. ერთი წუთი რა. მეტალურგია არ მოიხმარს. იხსნი. მეტალურგია არ ვითარდება. ერთი წუთი. ტურიზმი არ ვითარდება. ერთი წუთი. მარტო კრიპტო არის. იმიტომ რომ იქიდან რა სარგებელს ვიღებ, რა სარგებელს. რა. მარტო ორი კრიპტოს. მარტო ორი კრიპტოს გეტყვეცა. მარტო ორი კრიპტოს გათიშვით 600 მილიონი კილოვატ-საათი შეჭედა. რა არის ხუილი? რა არის ხუილი არის. არა ნახო სტატისტიკა არის. არა მთელი საქართველოს მოხმარება შენ ამბობდი იანვრის თვეში 60 მილიონი არა. 600 მილიონი მოიხმარა. ხუილი ამოიყარა. წილი 32 მილიონი მოიხმარა იანვარში, კაცო. ხუილს იძახეთ ხო მაგას გეს. 32 მილიონი მოიხმარა იანვარში, ეხლა შენ ამბობ რომ კრიპტო მოიხმარა საქართველოს მოხმარებას, მაგას ამბობ? წლიურჭრილს. ნახევარს მოიხმარს, ანუ 32 მილიონი კილოვატ-საათი ნახევარია, კაცო. გაერკვი იანვარში. ვის გაერკვი? მართლა გაერკვი ენერგია. ვაფშე აბრახუნებ. რა ფიზიკის პროსტა აბრახუნებ რაღაცა სიტყვები. პროსტა აბრახუნებ სიტყვები. სკოლაში არ უნდა გაგეცნია ფიზიკის გაკვეთილი. აი უზდელი ხარ თქო მაგითო. დემაგოგი ხარ თქო. ერთიც და მეორეც ხელი ჩანაერთ როგორ გითხარ? ერთიც და მეორეც აბრახუნებ რაღაცა არგუმენტი რომ არ გაქვს სიტყვა დემაგოგს უფრო ხშირად ხმარო. ზუსტად იგივენა ერთ-ერთ 4 ჰესი შენდება, 2 ჰესი შენდება. როგორც მან თქვით. ანუ ენუქიძე და პაჩულია ერთად აშენებენ ეს. არ ვიცი მე სხვა ვინას. აბა 4 განკარგულებაც არის. სადმელი 2 ჰესია. არ არსებობს ეგეთი და მაჩვენე აბა. სადმელი 2 ჰესია გამოცემული. ხუილი მაჩვენე. კარგი. მაგას გიხსნა ერთ თემაში სამი ხუილი და გონია რომ ყველაფერს წულს აქ ისე გამოიყვანეს. აი ეს რო აი ხელშეკრულება მიხვალ და ნებისმიერს გაუფორმებენ ხელშეკრულებას, ეს არის პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის დირექტივებთან, ენერგეტიკულ დირექტივებთან. იმიტომ რომ როგორ და ძალიან ლამაზი. პირდაპირ მოდის. ანუ არ უნდა გაგიფორმდეს? არა, ეგრე პირდაპირ არ ფორმდება ხელშეკრულება არც ზეზე, არც ქარზე და არც ჰიდროელექტროსადგურზე, არც შვეიცარიაში, არც ავსტრიაში, არც ნორვეგიაში. იმიტომ რომ ყველა აშენეს და არაფერი აღარ აშენებიათ, ნუ ზღაპრებს. აღარ არის მე ქარსდამზეს აღარ აშენებენ, ეხლა რა შეუძლები. რა ხალხი ხარ? მართლა რა ხალხი ხარ, რა კაცო მაგრამ. ყველაფერი აშენებს. ნორვეგიაში და ხელშუა იხუები და არ გცხარი. ნახე, განკარგულებები და 4.45 მიასედი მეგავატის სიმძლავრის სადმელი 2 ჰესი. არ არსებობს ეგეთი რამე. აბა მოვიგე, შენი დაწერილი რაღაცას მაჩვენე. შენი დაწერილი საიდან არის? სამთავრობო განკარგულებებიდან გამოვიღე. არა, ეს რაც არის. განკარგულება გინდა და რომ მომეტანა? რა თქმა უნდა. ამას თუ იკადრებდი, ეხლა რომ განკარგულება მომეტანაო, მოვიტანდი. რა საკადრებდი? რაღაცა შენი მომენტით რო ლაპარაკობ, ელექტროქსელების ხელმძღვანელი. ის ელექტროქსელები ვისია?
ვისია. მაგათივე. არა, ვისია სომხეთის ელექტროქსელები, როგორც ჩვენთან თელასია, ვის ეკუთვნის სომხეთში? და რამე. თქვენი პარტნიორები ხომ არის სომხეთის ელექტროქსელების დირექტორი, გენერალური და სამეთვალყურო, აი ცხენისწყალზე უფრო სწორად რომ გაიგოს მაყურებელმა. ლენტეხში დინარე ცხენისწყალზე რომ აშენებთ ეს 20 მეგავატის სიმძლავრის თუ სწორად მახსოვს. შესრულებით ხდებოდა ძალიან მცირედით. მანდ კომპანიას რომელსაც ქვია Hydro Invest. ხო? Hydro Invest GA. ამის 50% ხომ ეკუთვნის სომხეთის მოქალაქეებს. 50% ეკუთვნის შეპეს Hydro Invest GA-ის მეორე კომპანიას, რომლის წილებით ნაწილდება მე მაკაცარიაზე, ტოგონიძეზე და ვიღაც სხვებზე. მაგრამ ეხლა დაუბრუნდეთ პირველ კომპანიას, რომელიც ამ ჰეს აშენებს, რომლის დირექტორი თქვენ ხართ გიორგი მარგებაძე. დოკუმენტი სამეწარმეო რეესტრიდან, ხო? ოჩახ იმაზეც დოკუმენტი იმაზეც კარგი იქნება. ეხლა რა ვიცოდით უარყოფდით. რა უნდა უარყოფოთ სადმელი ორი არ არსებობს პოსტით გამოგიგზავნით სამართლზე. პოსტით. გააგრძელე მე. მეორე გადაცემაში მაყურებელსაც ვაჩვენებ. ეხლა ვნახოთ. არენ ჰარუტუნიანი 17%, არა დარბინიანი 17%, აი დარბინიანი 16%. ვინ არიან ესენი? სომხეთის ბიზნესმენები. სომხეთის ელექტროქსელების არენ ჰარუტუნიანი არის სომხეთის ელექტროქსელების გენერალური დირექტორი. მეორე არის არა დარბინიანი და აი დარბინიანი შვილები კარენ დარბინიანის, რომელიც იყო ტაშირის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და იყო სომხეთის ელექტროქსელების სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე. რომელი? სომხეთის კარენ დარბინიანი, ამათი მამა. სომხეთის ელექტროქსელები ვის ეკუთვნის? ვიაში მაინტერესებს? რატომ არ გაინტერესებს? რატომ ეს ხალხი ჩვენი? ვის ეკუთვნის იცი? რუსი, პრორუს ოლიგარქს, რომელიც დღეს სომხეთში პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ამბების და ამ სასამართლოს, სომხეთის სასამართლოს ყავს შინა პატიმრობაში. ანუ იმათ ზემოთ კიდევ ვიღაცები არიან? არა, არ გინდა გადალანა, მომისმინე გეტყვი. ამათ აქვს პრობლემა. აი ეს სამი სომხეთის მოქალაქე. არის სომხეთის ელექტროქსელების პირველი თანამდებობის პირობა, გენერალური დირექტორი და სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე. ეს სომხეთის ელექტროქსელები ეკუთვნის სამუელ კარაპეტიანს, რომელზეც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინი ფაშინიანს რომ შეხვდა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ვაიმე ეუბნებოდა რატომ ყავს პატიმრობაში და არჩევნებში მონაწილეობას რატომ არ აღებინებენ აი ეს ამათ უკან დგას კომპანია ტაშირი რუსი ოლიგარქის პრორუსი მილიარდერი ეს ადამიანები აღარ არიან ეს ადამიანები და მანამდე სანამ ის მეორე კომპანიაში მაკაცარია და ტოგონიძე შემოვიდოდნენ იყო გელენიძე ზურაბ გელენიძე და კიდე სხვები, რომელიც თელასთან იყო დაკავშირებული, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო და ეს თელასიც ინტერრაოს დაქვემდებარებაშია 75%-ით, რომელიც ასევე რუსულია. კიდე 25% მაკაცარიასია. კიდე ზუსტად 25% ქართველების როცა არის. პირდაპირ კავშირები არსებობს რუსეთთან. რა არის ცუდი იმაში, რომ თელასის 25% ქართველებს ხო გამოხსნილი. რა არის 100% მე უნდა გამოვიწყიდოთ მე თუ გითხავ. პირდაპირ რომ რუსეთთან დაკავშირებულმა კომპანიამ უნდა აშენოს ესი 8 კილომეტრიანი გზა რომ უნდა გაჭარას საზღვრამდე. სომხები არიან რუსებთან დაკავშირებული. კი, სომხეთის ელექტროქსელების რიგითი თანამშრომლები კი არ არიან. გენერალური დირექტორი და სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარეა. ამ კომპანიის მფლობელი არის პრორუსი მილიარდერი. სამუელ კარაპეტიანი, პუტინის მეგობარი. ჩვენთან არანაირი კავშირი მაგას არ აქვს. ტყუილს ამბობთ. რანაირად არ აქვს, ერთად აშენებთ ეს იმის კომპანიის დირექტორი ხართ. მე წამოვიდა მაგასთან არაფერს ჩვენ არ ვაშენებ ჯერ ეგეთი. დარბინიანთან სამეწარმეო, დარბინიანთან დარბინიანი არაფერი წაიკითხეთ. ხო და აგერ გეუნები, აქ საწერია კარაპეტიანი ერთი მანახი, აბა? საწერია. მე გეუბნები ამბობთ ხო? რას ამბობთ? ხულის ერთი გენერალური დირექტორი ისევ რაღაცა შორაობ, რაღაცა კუდებს ამბობ, ზუსტად იმ კუდების განმარტებია ღია წყაროებით მოიძიოთ ხო? ხო და ზუსტად არაფერი დასამალი არ არის, აგერ რაც წერიან, დარბინიანი არის ჩვენი პარტნიორი და არაფერი კავშირი მაგას არ აქვს იმასთან კარაპეტიანთან და აგერ არც წერია და ეს შენ დააკავშირე რაღაცები და შენ გაკითხა რაღაცები აწყობილი. ეგაც არის ხო დაკავშირებული რუსეთთან. მე მაინც გონია რომ თურქული ენკა არის ხო რუსეთთან დაკავშირებული, არა არის. ძალიან უხარ საერთოდ რა მოიწურა. მე ძალიან ბევრი ის მოსმენა მაინტერესებდა, მაინც იმასთან დაკავშირებით. არა. როგორ გეკარებათ, ეს ძალიან საინტერესო თემებია. უბრალოდ ალბათ მოსახლეობას აინტერესებდა რატომ არის აუცილებელი ვითარებაში გავარჩიეთ და გავარკვიეთ თქვენზე მეტი დემაგოგი აქ არავინ არ არის. ჩაია ნახევარზე ტყუილი ლაპარაკი ნახევარი. განახე 4 ხესი შენდებოდა სადმელზეო და გითხარი რომ 2 არის. ეს ერთი და ერთთან არ ვარ ანგარიშვალდებული, მე ანგარიშვალდებული ვარ ჩემს მკითხველთან და მაყურებელთან და მათ განსაჯონ რას ვამბობ 4 არ კეთდება, 2 კეთდება, ეგ არის და ტყუილის თუ ვამბობ წაბძანდა და იჩინო ხო გაწაფულები ხართ. ენერგეტიკული კორპორაციის
ჰესი ორი არ არის, ერთია იურიდიულად ორი, მაგრამ ტექნიკურად არის ერთი და რაც არასწორია და არაზუსტია, წაბრძანდით და რეაგირება მოიწევს. სადმელზე ერთი სადგური კეთდება და ორი არ კეთდება და ეს რაც გაქვს იქიდან მოტანილი შენი დაბეჭდილი, კარგი იქნებოდა განკარგულება რომ მოგეტანა რა. როგორც აი ეს მოიტანე და ახაც ისევ ტყუილს არაპეტიანებას ურთიერთობა და სათხედავა კარაპეტიას დარბინიანი კი ჩვენი პარტნიორია და არანაირი კავშირი არ აქვს მაგათ. მე ერთი რამ მინდა შემოგთავაზოთ, ჩვენ მზად ვართ ერთად წავიდეთ ობიექტებზე, გადავიღოთ ეს ყველაფერი და ის რასაც ახლა ვლაპარაკობთ, როდესაც ვთქვათ გელა ამტკიცებს, რომ იქ არის ორი ჰესი, თქვენ ამბობთ რომ იქ არ არის ორი ჰესი, ეს ყველაფერი ადგილზე ვნახეთ. ჩადით და ნახეთ, საერთოდ პრობლემა არ არის. ნახეთ, კიდე ერთხელ გიხსნით რა. ენერგეტიკული კორპორაციის ჰიდროელექტროსადგური არის ერთი სათავე ნაგებობა. კი ბატონო, ორი დერივაციული ტრაქტი არის, კი ბატონო, და არის ერთი ჰესი შენობა. ანუ არის ერთი ობიექტი, უბრალოდ ორად არის გაყოფილი საკადასტრო და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, შეფასებული იურიდიულში თუ ჩავდივარ და ტექნიკურად საწარმო სეზონში დგას სტალინის ძეგლი. თუ ისა რაღაცა, რა ვიცი, ბეტონის სტალინი. ისა? ბეჟუაშვილის, ვისაც ეკუთვნის რიცეულაჰის და რაჭახეს. ეზოში დგას სტალინის ძეგლი. რაღაც იმებს იქ მენეჯერი ვიყავიო თუ რაღაც. საერთოდ რატო გიდგათ ეგ ძეგლი ჯერ ერთი. მეორე, ეხა რატომ მოვიყვანე მე საერთოდ როპერები ამაზე საუბარს გადასულების სტალინის ძეგლზე მელაპარაკები, ენერგეტიკაზე გელაპარაკები, გეუნები. ხარა რატომ მოვიყვანე იცი? და სტალინის ძეგლი იცი რატომ დგათ? ერთი საბჭოთა პერიოდში აშენებული ერთი ჰესი. და მეორე ჰესი არის შედარებით ახალი. თქვენ რო ეხლა ამბობთ რომ ერთი ჰესია. ხომ არა, კლუბა მილსადენი არის გაყოფილი უბრალოდ ორად არის გაყოფილი, მას გიხსნი. იქ რო ჩვენ თუ ჩახვედი და სტალინის ძეგლი ნახე. გადავიღე კიდეც და მაყურებელსაც აჩვენე. სათავე ნაგებობა და ჰესი შენობა ერთი ნაგებობაზეც ვიყავი და ისიც გადავიღე. რატო ატყუებთ ხო მაგას გიხსნი? რატო იძახი რომ სადმელი ერთი უნდა გააკეთოს? ვიმან ფაჩულიამ და მეორე სადმელი გოჩა. ძალიან დიდი ბოდიში გოჩა და ფაჩულია რომ ამ ჰესშიც პარტნიორები ყოფილან ეგ არ ვიცოდი ნამდვილად. მეორე ჰესი საერთოდ არ არსებობს. მეორე ჰესი სადმელი ორგანიზის განკარგულებას გამოგიგზავნა. იმ ადამიანებმა ვის დღეს გადაცემას უყურეს, ალბათ ვერ მიიღეს პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც უნდა დასმულიყო და აუცილებლად არა, აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აქ მთავარი ამბავი არის, რატომ არის ენერგო ვთქვათ რესურსები და ენერგეტიკა წამყვანი ვთქვათ ეკონომიკის დაში რა საჭიროებები აქვს საქართველოს თუ 10%-ს ყიდულობთ ხოლოდ რატომ არის საჭირო რამდენია ბოლო-ბოლო ეს საჭირო ახსენებთ 10%-ს გავიწყდება ჩვენი თბოელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგია რომელიც ასევე იმპორტული არის იმიტომ რომ ჩვენ იმპორტულ გაზს წვავთ და მაგიტო აი გამთელი პრობლემა ანუ რას გულისხმობს იცით ახლა ლოგიკა რა არის რომ იმპორტული არის ხო და როდესაც თბოსადგურებს ამოაგდეთ არის არასწორი კაბატონინო გამოდის 35% ჩვენი მთლიანი წლის ჭრილში და იანვარი-თებერვალი როცა ჩვენ ყველაზე ძალიან გვიჭირს 60-68% არის ჩვენი იმპორტი დამოკიდებულება ფარავანი ჰესი და ბედურება აი ფარავანი ჰესი და რომ დენს ყიდულობ ეგ იმპორტული არ გამოდის არ გამოდის ანაერად გამოდის როგორი არ მიაქვს ის ფული რა ქვია გადახდილი ფული რა ქვია საქართველოში რეგისტრირებული კომპანია რომელიც ელექტროსადგურები აზერბაიჯანში არის რეგისტრირებული არა გავყიდულობ ჩვენ იმპორტს რომელსაც იმავე ლოგიკით ვალუტა გაედინება თუ არა მე რა ვიცი თბილისში საქართველოში ხარჯავს ფარავანი ჰესი ხარჯავს მე რა ვიცი ქართული კომპანია საქართველოში ერიცხება და სათხარჯავს ნაკლებად შენ იცი სათხარჯავს იცი სათხარჯავს ფულს ანუ მაგას ხელშეკრულებაში ჩაიხედე ენკაში ჩაიხედე ხელშეკრულებაში ენკას ხელშეკრულება არ მანახებინო ხელშეკრულებებში რომელ ხელშეკრულება არა მაქვს ნანა ფარავაზე მეუნები წაიკითხეოდა იცი ანუ ფულს კომპანია შენ ახლა ხელშეკრულებებს ერთად აბავსო კაი ხელებს რას მიშვილ შენ იმას გავიგე არ მოგიგახ ენერგეტიკა ხარ დემაგოგი მიჩვეული ხარ შეკვეთილ სტატიებს გასაგებია მესმის ეგ ამბავ მაგრამ ერთ რაღაცას მაყურებელმა რო იცოდეს ეს პრაქტიკა რა პრაქტიკა საქართველოში არის ეს პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებთან პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში აი ესე იმან გააფორმა შენ მიდი გააფორმე არ არსებობს ეგეთი რაღაცა ევროკავშირში რატო არ არსებობს იმიტომ რომ აუქციონით ღია გამჭირვალედ ხდება ტექნოლოგიური შეჯიბრება მას ენიჭება მხოლოდ გამარჯვებული კომპანიას ენიჭება მხოლოდ გარანტირებული შესყიდვის მიცემა ფიდინ პრემიუმის მიცემა ქვია ამას მაგრამ აქ ყველაზე მთავარი რა არის იცი აი 10%-იო და სად ვაშრობთ მდინარეებს რომ საუბრობენ
2017 წელს საქართველოში შემუშავდა სახელმძღვანელოს მსოფლიოს საუკეთესო ეკოჰიდროლოგების მიერ როგორ უნდა განსაზღვრულიყო საქართველოს დინარეებში ეკოლოგიური ხარჯი. თქვენ რა დაემართ ამ სახელმძღვანელოს? უბრალოდ თაროზე შემოდეს. აიღეს ისევე 10% მარტივია რა და ესე ტოვებთ 10% ხანი ეხლა უყურე 10% ეკოლოგიური ხარჯი. საშუალო მრავალწლიური ხარჯი ზუსტად არის ევროპის მაგალითი თქვა არარსებობს ეგეთი. ზუსტად წყარო მითხარი. წყარო მითხარი. მოგონილი ეგ არის. წყარო მითხარი. არავინ ნორვეგიაში ეგ არის. ნორვეგიაში არ არსებობს ეგეთი რაღაცა. წყლის ჩარჩო დირექტივა გაგიგია. ტყუილს ამბობ აბარახო. კიდევ ერთხელ. წყლის ჩარჩო დირექტივა. ჩვენ როგორც კონსტიტუცია ჩვენი დარდაბიწერია, არც ეგ მოგონებია, არც ჩვენ ხოდა მაგას გეუნე ბოლოს თავისებურებები ყველა იმიტომ რომ ტყუილს ამბობ ჯამში ტყუილს ამბობ ვიყურებ ვალებში და დემაგოგი ძალიან დიდი ბოდიში გადაცემა უნდა დავასრულოთ შემდეგი გადაცემა იწყება სახელმძღვანელოს საქართველოში 2017 წელს რომ მიიღეს გაგიგია მე იმედი მაქვს გაგიგია ვინ არის საერთოდ მე იმედი ნამდვილად არა იმპორტზე უნდა ვიყო დამოკიდებულებიო მელაპარაკები დავამთავრე გადაცემა დაასრულეთ შეიძლება გაჩვენოს რეკლამა